აქტიურ და ისეთ თემაზე ვიწყებ საუბარი და ნახევარი ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვარ სალომე ბუკარაძე, სტუდენტური დისკუსიების მოდერატორი. დღეს იხსნება სერიალი ციკლი სტუდენტური დისკუსიებისა. სტუდენტური დისკუსიების ორგანიზებას უწევს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და სტუდენტების ჩართულობა ამ პროექტში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ჩვენ ვეცდებით და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება აქტიურ თემებზე და აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ, რაც არის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი. დისკუსია მზადდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია, პროექტის ხორციელდება დემოკრატიული მხარდაჭერი, ნაციონალური ფონდი ნედის მხარდაჭერი. მე ხარ დავჭდები და ესე იგი მოგიყვებით იმ ამბავს, თქვენთან ალეგრია ბიუჯეტი, რომელიც 16 სექტემბერს გამოგვიყვება და დაახლოებით ყოველ დღე დავდივარ უნივერსიტეტში ბიუჯეტის შესახებ, როგორც ისინი მირეკავენ და მიუღდებიან. ესე იგი, მეორე დღეს გამირეკეს და მითხრეს, რომ შენ სალომე ხარ, ვთხოვრობ უკიდე უნივერსიტეტში და შევთანხმდეთ ბიუჯეტზე თუ რა გჭირდება. მე ვუთხარი, რომ მეგონი გასაგები იყო განცხადებაში, რაც მეწერა და რაც გჭირდებოდა და რასაც ვთხოვდი. მითხრეს, რომ კარგი გასაგებია, მივხვდი რაც იყო საქმე, რომ გჭირდებოდა სტუდენტებს. მე მითხრეს, რომ შენ სასწავლო, მე ვუთხარი, რომ ვისწავლო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და ალბათ მაგიტომ გჭირდებაო, რომ იქ ძირითადად არაფერი აკეთება და მაგის გჭირდება რაში ხარჯავ ფულს. მე ვუთხარი, შეიძლება ეგეც გავამახვილებთ ყურადღებას მეთქი, მაგრამ ჩვენ გჭირდება სტუდენტებს ვიცოდეთ რაში ხარჯება ეს ფული, რომელსაც ჩვენ ჯიბიდან ვიხდით და შემდეგ ამას არგებია ჩვენ უნდა მოვიტანოთ. და რაც ყველაზე მთავარი, ეს არის სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტების ინიციატივით უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიებები და უნდა იყოს სტუდენტებზე მორგებული. ასე თუ კითხვები გაგიჩნდებათ, მე ზუსტად 9 საათის წინ გამოვედი უნივერსიტეტიდან და ვთხოვე, რომ მოეცათ ადრე, რომ 5 საათს გამოწყო დისკუსია. და მომცეს ზუსტად 9 საათის წინ. მე ვერ მოვასწარი, რომ გადამეულო თვალი, რაღაცები მოვინიშნე, მაგრამ თქვენ ალბათ უფრო ბევრს აღმოვაჩენთ. კითხვები თუ გექნებათ დასვით და შესაბამისად ეს აუდიტორია, რასაც შეძლებთ, ამ კითხვებს გავეცემთ პასუხს. ჩვენი მოხსენებლები არიან დიანა ბაუჟაძე, მეოთხე კურსის ტურიზმის სპეციალისტი სტუდენტი და ზურაბ მესხიძე, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე. უშუალოდ დისკუსიაზე გადავალ, მივეკითხეთ, რომ ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი სტუდენტური დისკუსიები და ძალიან გთხოვთ, რომ იაქტიუროთ ამ გვერდზე, მოგწეროთ იდეები და შემოგთავაზოთ ამ თქვენთვის აქტუალური პრობლემები. ჩვენ გვაქვს ასევე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, გადაცემა, ინტერნეტ გადაცემა, შეუზღუდავი სივრცე, სადაც თქვენ შეგვიძლია რომ ჩვენ დაგითმოთ სივრცე და თქვენთვის აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. ასევე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეები იღებენ სიუჟეტებს და ძალიან გთხოვთ, რომ პრესკაფის გვერდზე და Facebook-ზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი იხილოთ ეს სიუჟეტები და შეაფასოთ, მაგრამ ძალიან კრიტიკულები მივხვდებით, რადგან ეს მოხალისეებმა გადაიღეს და არ არიან არც ერთი არ არის პროფესიონალი. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტუალურ თემებზე ვილაპარაკოთ და ეს გავხადოთ სხვამ ეს შეარჩინოთ. ასე იგი, მე ბევრს აღარ გავაგრძელებ, მადლობთ, რომ მოხვედით და პირველი დიანა დაიწყებს ესე იგი, თავის მოხსენებას რასაც ხარ. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს, იმისათვის, რომ ამ მნიშვნელოვან თემაზე აკეთებს მოხსენებას და ვთქვით, ძალიან საინტერესოა, აქტუალური და მნიშვნელოვანი სტუდენტებისათვის, რომ ვისაუბროთ ღიად საჯაროდ აქტუალურ სტუდენტური თვითმმართველობა ვართ ყველანი ერთად სტუდენტები და არ არის საკუთარი პიროვნება, ან საკუთარი რომელიღაც სტრუქტურა და ასე შემდეგ. ჩვენ ყველა მერთობრივად უნდა შევძლოთ ფაქტობრივად ჩვენი ინტერესების გატარება და დაცვა. პირველ რიგში ძალიან ზოგადად ვიტყვი რა არის სტუდენტური თვითმმართველობა და რა იყო მისი იდეის შექმნა. უპირველეს ყოვლისა ეს არის მართვის ორგანოებში, ესე უნივერსიტეტის მართვის რგოლებში ერთ-ერთი მთავარი რგოლი, როგორც არის მაგალითად აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო, ასევე სტუდენტურ თვითმმართველობას
აქვს მნიშვნელოვანი როლი უნივერსიტეტის მართვაში მიიღოს მონაწილეობა და ფაქტობრივად სტუდენტთა ინტერესები გაატაროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, რომელიც ეხება მთლიანად უნივერსიტეტის საზოგადოებას, არ აღნიშნავს კონკრეტულად საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც უნივერსიტეტს, თუნდაც ლექტორებს, სტუდენტებს თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიიღება, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული აქ სტუდენტთა ინტერესები. და სწორედ ამ იდეის, ამ ინტერესების დაცვისათვის შეიქმნა სტუდენტური თვითმმართველობა. და ორ ძირითად ესე ვთქვათ, ძალიან ზოგად მისიას გამოყოფ, ეს როგორც აღნიშნე არის ინტერესების დაცვა, სტუდენტთა ინტერესების და ფაქტობრივად მათი თანამონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში და მეორე მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ, მისია, რომელიც ეკისრება, ეს არის ფაქტობრივად უფლებების დაცვა, სტუდენტთა უფლებების დაცვა და ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც ეხება სტუდენტს, იგივე სტუდენტებს შორის დაპირისპირება შეიძლება სტუდენტსა და ლექტორს შორის, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის არ აქვს კონკრეტულად რომელი მხარე იქნება დაიცვას მისი უფლებები და ფაქტობრივად ნებისმიერი პრობლემური საკითხი გადაჭრას. გარდა ამ ზოგადი ესე ვთქვათ მისიისა, უნივერსიტეტის თვითმმართველობას აქვს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უშუალოდ ეხება საგანმანათლებლო პროცესებს. და მინდა პრიორიტეტების მიხედვით გამოვყვა ეს ძირითადი მიმართულებები, აი რომ კარგად გავიგოთ რა არის უნივერსიტეტის ესე ვთქვათ ვალდებულება, პრეროგატივა გაახორციელოს და განახორციელოს თავისი უფლებამოსილება. იმიტომ რომ ხშირად სტუდენტებს როცა ვეკითხებით, აი რა უნდა გააკეთოს თვითმმართველობამ, პასუხი არის მხოლოდ ის, რომ აი პროექტის რაღაც გასართობი ღონისძიება უნდა გააკეთოს, უნდა წამიყვანოს იქ, წამიყვანოს აქ და ასე შემდეგ. ანუ არ იციან კარგად რა ევალება თვითმმართველობას. პირველი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ესე ვთქვათ თვითმმართველობა უნდა განახორციელოს, ეს არის უშუალოდ განათლების ხარისხთან დაკავშირებული პროგრამები, პროექტები და ზოგადად ის საკითხები, რომელიც ეხება საგანმანათლებლო პროცესს. ანუ გამოდის რომ თვითმმართველობა უშუალოდ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხარისხის ზრდის ხელშეწყობისათვის და ფაქტობრივად სტუდენტთა ინტერესები, ანუ სტუდენტთა მასობრივი ჩართოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, რომელიც ეხება განათლების პოლიტიკას. სამწუხაროდ ჩვენთან იგივე ფაკულტეტის საბჭოები, რომლებიც ვთქვათ, იგივე საგანმანათლებლო პროგრამებში მუშაობენ, იგივე აკადემიური საბჭო, სტუდენტთა ინტერესები სად არის გათვალისწინებული, მე პირადად ვერ ვხედავ და რამდენად არის დაინტერესებული იგივე თვითმმართველობა, როგორც ორგანო და როგორც სტრუქტურა, აი ამ მნიშვნელოვან საკითხში მოხდეს სტუდენტთა ინტერესები გათვალისწინებული და ფაქტობრივად წარმოჩნდეს, არ ვიცი, მე პირადად ვერ ვხედავ. და ეს არა მხოლოდ ბესეულს თვითმმართველობას ეხება, არამედ მთლიანად საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობებს ეხება, ვინაიდან ამას გარკვეული მიზეზები და საფუძვლები გააჩნია, რომელიც ფაქტობრივად ისტორიული გამოცდილების და მემკვიდრეობის შედეგად გადმოეცა თვითმმართველობას. გარდა საგანმანათლებლო პროცესებისა არის ძალიან ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც უნდა დაიცვას სტუდენტურმა თვითმმართველობამ. ეს არის უნივერსიტეტის ავტონომიის იდეის დაცვა. უნივერსიტეტი თუ არ იქნება ავტონომიური, ფაქტობრივად ის თუნდაც სამეცნიერო კვლევით მუშაობები, რაც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებლად, არ იქნება ესე ვთქვათ სრულფასოვნად წარმოდგენილი და ფაქტობრივად იქნება სტუდენტებისა და რაღაც ლექტორების შეზღუდვები, რაც თავისთავად უკვე უნივერსიტეტის ავტონომიის იდეას ეწინააღმდეგება და რაც თავისთავად ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა გარეგალებისგან თავისუფალი. აი ძალიან მარტივი მაგალითი ვთქვათ, უნივერსიტეტის ავტონომიის იდეის დაცვასთან დაკავშირებით 2007 წლის ნოემბერი რომ გავიხსენოთ, როცა ფაქტობრივად მოხდა მასობრივად სტუდენტთა უფლებების შელახვა, ცემატყება და არა მხოლოდ სტუდენტების, ლექტორების, ამაზე არ ქონდა თვითმმართველობას რაღაც სასახო პოზიცია, რომ დაეყენებინა საკითხი იგივე გამოძიებასთან დაკავშირებით და მომხდარიყო თუნდაც უნივერსიტეტის ესე ვთქვათ სახელის აღდგენა, რაღაც ბოდიშის მოხდა მაინც და გამოძიება ჩატარებულიყო, რომ დანაშაულ ვინ ჩაიდგინა დანაშაული უშუალოდ ბრძანება ვისგანზე დასჯილიყო. ეს არ მომხდარა აქ თვითმმართველობის არა მხოლოდ პოზიცია იკვეთება, არამედ არც უნივერსიტეტს ჰქონდა ამაზე რაღაც პოზიცია, არც აკადემიურ საბჭოს, არც წარმომადგენლობის საბჭოს, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ უნივერსიტეტის იდეა იყოს ავტონომიური და დაიცვას უპირველესობისა თავისი ავტონომია და თავისი სახელი, ფაქტობრივად არის მიწასთან გასწორებული და არ არის შესრულებული. რაც ჩვენი ბრალიცა ამავდროულად მინდა აღვნიშნო მთლიანად უნივერსიტეტის საზოგადოების. მეორე პრიორიტეტი, რომელსაც მინდა შევეხო და რომელიც საფრთხოდ რამდენად ასრულებს იგივე აქტივობები და ღონისძიებების თვითმმართველობა, ეს უშუალოდ შეეხება სტუდენტების სამოქალაქო შეგნების ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარებას, ტოლერანტობის შემწყნარებლებს და ასე შემდეგ. ფაქტობრივად სტუდენტებს პირველ რიგში უნდა გქონდეს პასუხისმგებლობა ჩვენი როგორც სტუდენტების წინაშე, მთლიანად უნივერსიტეტის საზოგადოების წინაშე და რა თქმა უნდა ქალაქის, რეგიონის, სახელმწიფოს წინაშე და ნებისმიერი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ, გქონდეს უნდა ადეკვატური რეაგირება. თუ უნივერსიტეტი ხედავს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს რაღაც უსამართლობა, რომელზეც
პირველ რიგში უნივერსიტეტმა უნდა ამოუხსნა და ამას თვითმმართველობა უყურებს ინდიფერენტულად, იგივე რომ გავიხსენოთ პატიმრების სწავლებასთან დაკავშირებული ფაქტები, რადგან ფაქტობრივად მთელი საქართველოს უნივერსიტეტები და მთლიანად სტუდენტები იყვნენ ეს ამგვარი, ჩვენი უნივერსიტეტის თვითმმართველობა გაემუჯნა ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ამასაც აქვს თავისი საფუძვლები, იმიტომ რომ თვითმმართველობა არასდროს არ ყოფილა ავტონომიური, არამედ თვითმმართველობა, არამედ უნივერსიტეტებიც კი არ ყოფილა ავტონომიური. რაც თავისთავად უკვე ეწინააღმდეგება იდეას. ასევე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც თვითმმართველობას ევალებოდა ხელი შეუწყო სტუდენტებში განავითაროს, ეს არის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება. თუ მე ვერ ვიგრძნობ სტუდენტი, რომ მე ნებისმიერი აზრის გამოხატვის თავისუფლება მაქვს და მე რაღაცნაირად ვიქნები შეზღუდული, ამ შემთხვევაში სტუდენტური თვითმმართველობა უნდა იყოს გარანტია იმისა, რომ დაიცვას ეს ჩემი მნიშვნელოვანი უფლება და გამოხატვის თავისუფლება. აი ძალიან მარტივად რომ გავხსენოთ, სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივასთან დაკავშირებული ფაქტი, რაც გასულ წელს მოხდა, როცა ბანერი არ გააკვირვინეს, ესე რომ ვთქვათ, პირველ მაისთან დაკავშირებით. ეს იყო პირდაპირ სტუდენტთა უფლებების შელახვა. ამაზე გამოვიდა თვითმმართველობა და განაცხადა, რომ ჩემთვის არ მოუმართავს სტუდენტს, რომ მე მქონოდა რეაგირება, თვითმმართველობა კი უნდა დაელოდოს რომელიღაცა სტუდენტს განცხადებით მიმართოს თუ ასე შემდეგ. ის როცა ხედავს, რომ არსებობს პრობლემა, რომელიც ეხება სტუდენტს, მან უნდა იგრძნოს ვალდებულება და არ უნდა დაელოდოს იმას, ის შეიძლება დობის ფაქტორი ქონდეს იმ სტუდენტს მის მიმართ, გამოვიდეს უნდა და ამაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს იგივე ადმინისტრაციასთან დაკავშირებით და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ესე რომ ვთქვათ შეზღუდა სტუდენტთა უფლებები. ამ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ვახსენე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ფაქტობრივად უნივერსიტეტის თვითმმართველობა რატომაც ეს სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, ფიქრობს, რომ უნდა იყოს ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი პროცესების მიღმა, რომელიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს, იგივე სახელმწიფოებრივასთან დაკავშირებით. აი რაიმე ფაქტი როცა ხდება ჩვენს ირგვლივ და ვხედავთ რომელიღაც სოციალური ჯგუფი არის შეზღუდული სახელმწიფოს მხრიდან, ნებისმიერ სხვა ინტერესთა ჯგუფის მხრიდან, ამაზე როგორც უნივერსიტეტი, მთლიანად უნივერსიტეტის საზოგადოებას განსაკუთრებით სტუდენტთა თვითმმართველობას როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს, უნდა ჰქონდეს პოზიცია და არ უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ აი შეიძლება მე დამადანაშაულოთ პარტიულ მიკროფონობაში, როცა ფაქტობრივად წლების განმავლობაში მხოლოდ ამით იყო დაკავებული სტუდენტური თვითმმართველობა და ამაზე ცოტა მოგვიანებით, ესე რომ ვთქვათ, ისტორიულ გამოცდილებასთან დაკავშირებითაც ვისაუბრებ, რა პოლიტიკას ატარებდა თვითმმართველობა უნივერსიტეტში. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა სტუდენტს რო ვკითხოთ, ალბათ იტყვის, რომ აი მხოლოდ ეგევარებაა თვითმმართველობას, არის პროექტების განხორციელება და გეთანხმებით აუცილებელია პროექტების სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდეს. ეს იქნება იგივე ხელოვნებასთან დაკავშირებული, ეს იქნება სპორტთან დაკავშირებული, ეს იქნება არც მოქმედება შეიძლება აინტერესებდეს. ნებისმიერი მიმართულებით სტუდენტური თვითმმართველობა უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ თავისუფალი დრო სტუდენტმა გაატაროს, ესე რომ ვთქვათ, რაციონალურად და ის დრო, რომელიც ვთქვათ, სასწავლო პროგრამის შემდგომ გააჩნია, მას გამოიყენოს მიზნობრივად, განავიტაროს თავისი რაღაც პიროვნული უნარ-ჩვენება. და ვეთანხმები, რომ ამას მეტნაკლებად აკეთებს ჩვენი თვითმმართველობაც და საერთოდ ზოგადად საქართველოს სტუდენტური თვითმმართველობები, იგივე სპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები, იგივე თქვა ინტელექტუალური თამაში, რასადროდი, რომელსაც ძალიან დიდი ესე ვთქვათ აქტიურობა აქვს სტუდენტების მხრიდან და პირადად მე ხო ვერ ვიტყვი კიდე მახსენდება ძალიან ბევრი, აი პოეზიის საფუძველზე დაკავებული, ვერ ვიტყვი ხა ძალიან ბევრი მახსენდება მეთქი, თუმცა ასე თუ ისე ამ მიმართულებით მუშაობს და რაღაცას აკეთებს თვითმმართველობა. და ბოლო, რომელსაც მინდა შევეხო, ძალიან ზოგადად ეს არის იდეების განვითარება. ანუ სტუდენტს ჩვენ კი არ უნდა ვქოთ ორიენტირებული იმაზე, რომ აი თვითმმართველობა რაღაცა შეიმუშაოს და მოგვიტანოს და პირში ჩავიდოს, არა, მაპატეთ ამ გამოთქმისთვის. სტუდენტური თვითმმართველობის იდეა არის ის, რომ ფაქტობრივად მოახდინოს სტუდენტებში იდეების წახალისება. აი ვინმე სტუდენტს რაღაცა იდეა გააჩნია, რომლის განხორციელებას სურს, თვითმმართველობა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ამ იდეის განხორციელებაში და რეალიზებაში დაეხმაროს იგივე პროექტების სახით, სხვადასხვა პროგრამების სახით და ასე შემდეგ. მოკლედ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მოახერხოს სტუდენტების გააქტიურება და სხვადასხვა მიმართულებით ჩართულობა მათი. გარდა ამისა, ზოგადად ესე რომ ვთქვათ, მიმოხილვისა, რაც სტუდენტურმა თვითმმართველობამ უნდა გააკეთოს და მის საქმიანობას და ვალდებულებას წარმოადგენს, მინდა ძალიან მოკლედ შევეხო არსებულ სტატუს-კვოს, როგორი მდგომარეობა დღეს ამ უნივერსიტეტებში და რა თქმა უნდა, იმ ისტორიულ გამოცდილებას ესე დავარქვათ, რომელიც თვითმმართველობას გააჩნია მისი დაარსებიდან დღემდე მოყოლებული. თვითმმართველობა აი გარდა იმ თეორიული რაღაც მასალა, რომელიც ვისაუბრე, საერთოდ არაფერს არ აკეთებს. თვითმმართველობები მხოლოდ ერთი რამით იყო დაინტერესებული ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის საქმიანობაში. ეს იყო პარტიული ინტერესების გატარება. ფაქტობრივად სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ხდა. ის იყო დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია გაეტარებინა, რაც შემდგომ ერთი კონფორმისტული საზოგადოება ჩამოაყალიბებინა და სტუდენტებში პროტესტის გრძნობა, რასაც კრიტიკა სახელმწიფოს მიმართ უნდა უსამართლობის წინააღმდეგ, იგივე ადმინისტრაციის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ არ იყო არც მეფედა უნივერსიტეტში ჩვენთან 2007 წლის
ბანონის შემდგომში 2012 წლამდე მიარმართებდა ფაქტი, როცა სტუდენტები რაღაცა უხმარობის წინააღმდეგ გამოჩნდნენ და თავიანთი ინტერესები დაეჭერა. ეს უკვე თავისთავად გულისხმობს, რომ თვითმმართველობა იმდენად აქტიური იყო და იმდენად პოლიტიზირებული და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს ატარებდა, ფაქტობრივად გახდა და შესაძლებლად კომკავშირი, რომელიც ორიენტირებული იყო ნაციონალური მოძრაობის იდეების დატარებაზე. და გარდა ამისა, ამ საკითხისა მინდა ისიც აღნიშნო, რომ სტუდენტები ფაქტობრივად ორი ინტერესის გამო შედიოდნენ ამ ეგრეთ წოდებულ კომკავშირში. პირველი ეს იყო, რომ ისინი ფაქტობრივად კარიერის წინსვლაზე ფიქრობდნენ, ყველაზე დიდი პრივილეგირებული კლასი, რომელიც ფაქტობრივად ატარებდა პარტიულ ინტერესებს და რომელიც ფაქტობრივად უფრო დიდ გასართობ ღონისძიებებში თავდა ძალიან ბევრ სტუდენტს ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ის აუცილებლად დასაქმდებოდა რომელიღაც საჯარო უწყებაში ან რომელიღაცა პოლიტიკურ აქტივობისთვის ფაქტობრივად მას ძალიან კარგ ფულებს დაიჭერდა და გზა ეხსნებოდა იმისთვის, რომ კარიერული წინსვლა განეხორციელებინა. და მეორე ინტერესი, რომელიც სტუდენტებს გააჩნდა, ამ შემთხვევაში ეს იყო უბრალოდ დროის გატარება, რომ არ იცოდა ახლა სტუდენტებმა სხვა რა უნდა გაეკეთებინა, არ ქონდა შეიძლება ამბიცია პოლიტიკაში წასულიყო, არ ქონდა ამბიცია, რომ სტუდენტური თუნდაც თვითმმართველობისთვის ებრძოლა მარტონომიური გამხდარიყო, არ ქონდა ამბირებულების შესახებ და რა თქმა უნდა ის მიდიოდა განკეთებულ ღონისძიებებზე, ერთობოდა უფაზე ჭამდა, სვამდა ვაბადეთ ამ გამოთქვისთვის და ფაქტობრივად ძალიან კარგად ატარებდა დროს. და ყველაზე საშიში ალბათ პირველი ინტერესების მქონე ჯგუფები იყვნენ საშიში უნივერსიტეტისთვისაც, იმიტომ რომ ისინი ფაქტობრივად იყვნენ იდეოლოგიზებული მანქანა, ფაქტობრივად იმ დიდი მანქანის იარაღი იყო, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტში ძალიან ცუდ პოლიტიკას ატარებდა და რომელიც ფაქტობრივად კონფორმისტულ საზოგადოებას აყალიბებდა, რომელიც თავისუფალ აზროვნებას ხშავდა სტუდენტებში და არ იყო საშუალება აღავსაუბროთ მე აკადემიურ თავისუფლებაზე, რომელიც საჭირო სამეცნიერო კვლევითი მუშაობის განხორციელებისთვის, უბრალოდ ელემენტარული სტუდენტი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მე არ მომწონს ის პოლიტიკა, რასაც ადმინისტრაცია აკეთებს, ამისთვის ძალიან ცუდი მენტალიტეტი იყო, ქუჩური მენტალიტეტიც იყო დამყარებული. თვითმმართველობაში მეც კი მაქვს წამოვიდნენ პირობითად ხალხი. როგორ ხდებოდა რაღაც საქმის განჩევები, აი შენ თუ ამას არ გააკეთებ, შენ ლოგიცებს და რაღაც ძალიან ისეთი სტრუქტურა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც მიუღებელია უნივერსიტეტისთვის, როგორც აკადემიური სივრცისთვის და განმანათლებლობის ესე ვთქვათ, ცოდნის ტაძრისთვის. და ბოლო საკითხი, აი ცენტრალიზებას უნდა შევეხოთ თვითმმართველობის, ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ რატომ ვერ ახდენს თვითმმართველობა თავისი საქმიანობის განხორციელებას, ან არ შეიძლება ეხლა პიროვნებებზე არ მინდა დავიდე, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოტივირებული პიროვნება მოვიდეს, რომელსაც ჰქონდეს იდეაში, რომ დავიცავ მე სტუდენტთა უფლებების ინტერესებს გავატარებ, ვერ გაატარებს, დამერწმუნებით ვერ გაატარებს, იმიტომ რომ სტრუქტურა იმდენად ცენტრალიზებულია ფაქტობრივად, აი ფაკულტეტის საბჭოზე არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს თვითმმართველობის წევრების მიერ, იგივე რომლებიც არიან წარმოდგენილი აკადემიურ პერსონალთან ერთად საფაკულტეტო საბჭოში. საერთოდ არაფერი არ კეთდება ამ მიმართულებით და ისინიც არ არიან დაინტერესებული, როგორ შეიძლება გავაკეთოთ. ეს ფაქტობრივად მეორე საკითხს აყენებს უვიცობის და არაკომპეტენტობის საკითხს, ვინაიდან სტუდენტებს არ აქვს ინტერესი იმისა, რომ თვითმმართველობაში შევიდნენ, იმიტომ რომ რაღაც შეეცვალონ და რეალური ცვლილებები გაატარონ, ისინი მხოლოდ იმიტომ შედიან იქ, რომ შეიძლება რაღაც მაკაცმა თხოვა, ნაკალმა თხოვა, შედიან იმიტომ რომ ისინი რაღაც უზრუნველყოფილი იქნებიან სხვადასხვა აქტივობებში ჩართული იქნებიან და ასე შემდეგ. ანუ ცნობიერების დონეზე ამ ადამიანებს არ აქვს ჩამოყალიბებული, რატომ უნდა იყვნენ ისინი თვითმმართველობაში. და ბოლოს მინდა შევეხო, ჩვენ თუ გვინდა რომ ვისაუბროთ თვითმმართველობის როგორც განვითარებაზე, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს დებულება, რომელიც ფაქტობრივად არის ძალიან ცუდი და მოძველებული, სადაც ფაქტობრივად სასახელო კონკრეტული ძალიან ბევრი ნორმა არ არის ჩამოყალიბებული. მეორეს მხრივ, აქ იმდენად ძალაუფლება თავმოყრილია ამ შემთხვევაში თავმჯდომარის ხელში, მე ესე ვიტყოდი, რომ შეუძლებელია იქ მაგალითად მე ერთმა რიგითმა წევრმა რაღაცა მნიშვნელოვანი იდეას რომ განმახორციელა, იგივე ფინანსურად ვისაუბროთ, ფაქტობრივად ყველაფერი უნდა ავიდეს თვითმმართველობის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებთან ყოველ შემთხვევაში. მეორე პრობლემა, რომელიც არსებობს, გამგეობასთან დაკავშირებით პრობლემა, პირადად მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როცა გამგეობის წევრებმა მომატყუეს, მოდი ესე ვიტყვი, მომატყუეს, რომ მე ვიყავი სხდომაზე და მივიღე გადაწყვეტილება რაღაც საკითხში, მათ ისიც კი არ იცოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ფაქტობრივად არც ყოფილან არც დაწყებულად. მაგრამ ნორმა ჩვეულებრივ გამოვიდა, რომელსაც ყველა ამ შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე აწერდა ხელს. ესეც არის მინდა გითხრათ დანაშაული და კორუფცია, იმიტომ რომ ეს სტრუქტურის გაუმართლობის ბრალია და აქ ასე ძალიან შორს რომ წავიდე, ძალიან ბევრი ფაქტის გახსენება მოგვიწევს, ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ მაგალითის, რომელიც არის დარღვევა, ნამდვილად დარღვევა სტუდენტური თვითმმართველობის მხრიდან, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზებიც. ალბათ ეს მიზეზები არის ის, რომ ჩვენ თვითონ სტუდენტები არ ვართ მოტივირებულები, რომ ვაკონტროლოთ გარკვეულწილად სტუდენტური თვითმმართველობა, რომ მან რეალურად შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც აქვს დაკისრებული. და რა ვიცი, ბოლოს ერთ-ერთი საკითხი მინდა ვთქვა გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით. თვითმმართველობა საერთოდ არ არის გამჭვირვალე, მინდა გითხრათ, პირველ კურსზე როცა მივედი და მოვითხოვე რაღაც ბიუჯეტის პროექტებთან დაკავშირებით, პროექტის
პროექტი უბრალოდ ფურცაზეც კი არ ქონდეთ და თან როგორ მისცა აწლობა ჩემთვის დღემდე რჩება რაღაცა ფენომენად როგორ შეიძლება რაღაცა თან მიგეცა რომლის პროექტიც კი არ არსებობს ესეთი მსგავსი ფაქტები არის ძალიან ბევრი რომელიც მიყვა შეიძლება ითქვას არა რაღაც ძალიან დიდი სამართლებრივი დანაშაულები თუმცა არის სამართლებრივი დანაშაულები და პირველ რიგში ჩვენი სტუდენტების წინაშე მსგავსი ფაქტები უნდა აღმოიფხვრას და მე კიდევ ერთხელ მოუწოდე სტუდენტებს რომ თუ დაინტერესდებით თვითმმართველობით მოდი ვიყოთ რაციონალური მოაზროვნეები და ვიფიქროთ რომ ნამდვილად შევქმნათ ისეთი სტუდენტური თვითმმართველობა რომელიც ჩვენს უფლებებს დაიცავს და ჩვენს ინტერესებს გაატარებს სხვა შემთხვევაში ჩვენ ვეყოლება თვითმმართველობა რომელიც იქნება პარტიული ინტერესების განმტარებელი და ყოველთვის იქნება ხელისუფლების მხრიდან რომ პოლიტიზირებული იყოს თვითმმართველობა უნივერსიტეტის თავარი ჩვენ სტუდენტებმა შევძლოთ რომ ეს რაღაც თავდასხმები შევაჩეროთ იგივე ნებისმიერი გარეგანებისგან რომელიც ყოველთვის ემუქრება და დღესაც არსებობს საფრთხე იმისა რომ შეიძლება ესეთი მაგალითები ხდებოდეს იმიტომ რომ გაუმჭირვალეა ფაქტობრივად სისტემა ძალიან დიდი მადლობა რაიმე შეკითხვები გეკნებათ შევეცდები გიპასუხოთ ხო შევეცდები გიპასუხოთ და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს არ მიიღოს არავინ პიროვნულად იმიტომ რომ მე არ ვეხები არც ერთ სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნე რომ სისტემა არის სისტემის ბრალი არის ნაწილობრივ ის რაც ხდება უნივერსიტეტში ხო შეიძლება ნაწილობრივ თუმცა მათ ახლა რო არ უნდათ არ გააკეთებენ ამას მადლობა და საინტერესო ინფორმაციისთვის და ახლა დიანა ბაგრატიევს საუბრა რა უნდა იყოს რა არის კარგი და როგორ უნდა ჩაერთოს სტუდენტები სტუდენტურ თვითმმართველობაში. ახლა სულ რას ვისმინოთ ალბათ ვიწყარადეთ ვერო მაგრამ რას აკეთებს რა მომავალი აქვს ან რას გეკოს სტუდენტურ თვითმმართველობა უბრალოდ ხოლმე მოგესალმებით ყველას მადლობა მოწვევისათვის მადლობა ჟურნალისტებისთვის ეს გავეს ესეთი კარგი ასე ვთქვათ საღამოს ორგანიზებისათვის ესეთი შეხვედრები ძალიან ბევრი არის საჭირო იმიტომ რომ გამოვიოს რაც შეიძლება მეტი უარყოფითი მხარე ჩვენი სისტემის რაც არის რომ შესაბამისად მოვაგოროთ არაშულებრივად ისაუბრა დიანამ ყველა უარყოფით დეტალზე რაც იყო და დღემდე რჩება სტუდენტური თვითმმართველობის ასე ვთქვათ მანკიერ მხარეს და რა დავიწყებ ყველაზე მცირე რგოლიდან და ნელ-ნელა წავყვეთ რა პირველი პრობლემა არის ისევ და ისევ სტუდენტებში და სტუდენტების ჩართულობაში დაახლოებით 5000 უკვე სიზდება ჩვენი სტუდენტების რაოდენობა და მხოლოდ მაქსიმუმ რო ვთქვათ აი რაღაც მაქსიმუმს რომ 100-150 სტუდენტი შეიძლება იყოს ისეთი რომელიც დაინტერესებული არის სხვადასხვა ორგანოს მართვის სისტემაში თუ მართვაში ჩართულობაში ასე ვთქვათ სტუდენტურ თვითმმართველობას ხავს 92 წევრი ეს საკმარისი უნდა იყოს მაგრამ არ არის გადავიდეთ შემდეგ სტუდენტის პრობლემა აი როგორ ვთქვა რა მოდიან ლექციას ისმენდნენ ვიდიან მაქსიმალურად შევეცადოთ რომ ჩავთოთ აი ამ აქტივობაში დიანა მართლა თქვა რომ აი არიციან სტუდენტებმა რას აკეთებს თვითმმართველობა ვეთანხმები არის არაკეთებს ანუ ისე არის სისტემა რომ ეს უფრო ჩვენი დანაშაული ერთო სტუდენტებამდე ბოლომდე აი ბოლო ეტაპამდე არ მიგვაქვს რა უნდა გააკეთოთ მათ და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მათი გულისათვის როგორ უნდა დავიცვათ რა უფლება უნდა დავიცვათ რისი უფლება აქვს და რისი უფლება არ აქვს სტუდენტებმა კი არა სტუდენტური შეკრება რომელსაც აფორმებენ პირველ მოსწავლე ისიც კი არიციან აი იმდენი დეტალი არის და იმდენი უარყოფითი და დადებითი დეტალი არის რომ შეიძლება რამოდენიმე დღე ვისაუბროთ თუ როგორ უნდა მოვაგოროთ ესათვის დეტალი იგივე ზუსტად ამ დეტალების გამო არის რომ ბარიერი რამდენიცაც უნდა ადმინისტრაცია იმას დააწესებს და ვერ შეეცნია ოდეკი შეუძლიათ იმიტომ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი თვითონ სტუდენტს და გამოხდები რომ არც მე არ მაქვს იმ ხელშეკრულებაზე გადანახეთი ისე მაგ მოსაერილი ეხლა დავფიქრდი და ეხლა რა შარშალობსაც პირველად იყო ეს პრობლემა გავაგზავნოთ შემდეგი უმთავრესი პრობლემა აი იმ სტუდენტების ვინც დობა გამოუცხადა ასე ვთქვათ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს და აირჩიეს ფაკულტეტის საბჭოში ჩემს თვითმმართველობაში არ ამბობ მეოთხედი ფაკულტეტის საბჭოს უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არჩეული სტუდენტები რადგან გაითვალისწინოთ თითოეული სტუდენტის ასე ვთქვათ ინტერესი ფაკულტეტის საბჭოში იგივე რა ფაკულტეტის საბჭოში რომ ვთქვა ახლა რომელიმე სტუდენტური თვითმმართველობის წევრს რომ გითხილ რა განიხილეთ ბოლოს ხდომაზე ხდომა როდის იყო მკითხავს იმიტომ არის ის ელემენტი რომ ფაკულტეტის საბჭოზე ხდება რა წიგნით ისწავლით რა პროგრამას გაევლით რა იქნება დონე რა იქნება შესაბამისი საათების გადანაწილება რომელი ლექტორი შევა
აი ეს ყველაფერი წერა ფაკულტეტის საბჭოზე. არც იმის შევიდა. პრობლემა აი ამ მეორე რგოლშიც არის. მესამე, მივადექით სტუდენტურ თვითმმართველობაზე. ნუ ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. აი მათი გაერთიანება არის სტუდენტური თვითმმართველობა. რეალურად მიიღებს ყველა სტუდენტურ თვითმმართველობას, აბსოლუტური ძალაუფლებით სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე. ნებისმიერ დროს შეუძლია საერთო კრების გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს, არ გაითვალისწინოს ასე შემდეგ. თუ რაიმე დააშავა ან ასე ვთქვათ, უნდა შეიქმნას კომისია, რომელსაც ქმნის თვითონ თავმჯდომარე და წევრებსაც ამტკიცებს თვითონ. და რა გამოდის ანუ? 2 წელი ამერჩიეთ всё. ახლა თქვენ თავს დააბრალეთ, რომ იყოს რამე. განებული დიქტატურა. დიქტატურა. ძალიან ბევრი ხარვეზი არის დებულებაში და სუსტად მოვიდა ის დრო, რომ ვიმუშაოთ. არა სხვა რაიმე ისეთი კერძო დეტალებზე, არამედ დებულებაზე. დებულებამდე სანამ ვიყოთ, აი გოჩამბიზის წინ და ეცის და გამოსილიო. უსაშინესი საარჩევნო დებულება გვაქვს. ხო, რომელიც აუცილებლად უნდა დავხვეწოთ. უპირველეს რომ ჯერ ამირჩიოს სწორად, მართებულად და დემოკრატიულად ეს თვითმმართველობა. შემდეგ სისტემა უნდა გაიმართოს. გაიმართოს ერთ-ერთი გამართოს ალგორითმი უნდა გაიმართოს. აი მექანიზმი უნდა იყოს ისეთი მაკონტროლებელი ერთმანეთის, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყოს. სტუდენტურ თვითმმართველობაში არის გამგეობის ხდომა. მე მაგალითად ეხლა მოგეცემა თუ არ მოგეცემა დაუბრუნდი. 10 თვის განმავლობაში შეჩერებული მქონდა სტუდენტის სტატუსი, აღვიდგინე ისიც და თავმჯდომარეობაც. ნუ ერთი თვე 10 თვე არ ვიყავი, ეს დიდი კითხვით ნიშანია, გეთანხმებით, მაგრამ ისევ შეძლებულებაში ეს არ დაგათვალისწინებოდა, ამიტომ შეიძლება თავისუფლად. შეცდომა. შემდეგ. ანუ დაბრუნდი, საერთო გამგეობის ხდომის ოქმი მე არ მინახავს თვალით. არასდროს. არადა რიგ დოკუმენტებზე სადაც კოლოსალური რაოდენობის თანხა არის გაწერილი, წერია რომ გამგეობის ხდომა გადაწყვეტა. სწავლე დამოუკიდებლობა და ეს დოკუმენტაცია წავს და შემდეგ ალბათ წარმოგიდგენთ, მე არ ვიცი. შემდეგ ვარიანტი. სტუდენტური თვითმმართველობა არის ჩვეულებრივი ორგანო, რომელსაც უნდა გააჩნდეს ჩვეულებრივი სხვადასხვა ქვედანაყოფები. მათ შორის ერთგვარი კანცელარიაც, სადაც აღიბეჭდება ყველა შემოსული და გასული კორესპონდენციების წიგნი. ეს იყო მოწესრიგებული შარშან ჩემიცასის წინ უნდა მომზადდა დაჩვენეთ ჩემიცასის შემდეგ არც ერთ დოკუმენტი არ შემოსული და არც გასული. ანუ ესე იგი არ მოხდა ხო არაფერი ესე გამოდის. არადა მთელი წლის განმავლობაში ვაღიარებო რაღაცა მოხდებოდა, ყველა ვარიანტი მივიქნებოდა. აი ეს დოკუმენტაცია არ არის. ეგ ციფრებს უკვე თქვენიშვით, მე ამბობ ციფრებს. რაც შეეხება ახლა სტუდენტების უფლებების დაცვას. მე კარგად მახსოვს, როდის იყო სტუდენტები გამოსვლი ერთად და სტუდენტების რაოდენობა იყო 500 და ყველა თითქმის იქ იყო და მაშინ იყო პირველადად ეგრევე შემოიტანეს ბარიერი 21 და დაიწია 11-ზე. ეს იყო პირველი და მეორე სტუდენტების ასე ვთქვათ ინტერესების დაცვა მე მახსოვს, რომელზეც ვიყავით გოჩადამეთახა 5 ადამიანი მაშინვე თავმჯდომარე ვიყავი, რომლებიც ითხოვდა ისა რეიტინგული გამოცდების ისო აუდიტორიების ჩატარებას, იყო ტელეფონში. 5 ადამიანი ვიყავით მარტო უნივერსიტეტიდან. აი ტელეფონში არის სასწავლო, გამოსდოდა ჩატარო აუდიტორიას ითხოვდი. მე ჩვენ ვიყავი. ბევრი ყოფილა უბრალოდ დაღინა. 5 თუ 6 ვიყავით. შეც ითხოვდეს რა. არ ვითხოვდი გოჩა, მე არ აღწევი. ანუ ყველა ვარიანტში პირველი სტუდენტებს თვალყობას უპირველეს ყოვლისა უწევია სტუდენტი უფლებები უნდა დაიცვას. როგორ დაიცავს შენ სტუდენტის უფლებას? თუ კი თვითონ სტუდენტმა არ იცის რა არის მისი უფლება. ამიტომ უპირველეს ყოვლისა საჭირო არის რომ ერთგვარად სტუდენტებს გავასწოროთ მათი უფლებები. და შემდეგ უთხრა, აი ამას თუ დაგირღვევენ ჩვენ გიცავთ. ჩვენ ვართ გარანტი იმისა და მოდერატორი რომ არ დაიყოს ეს უფლება. ამას თუ დაგირღვევენ შესაბამისად უცხება. მაგრამ ეს თუ დაგირღვევენ შენ არადაი უფლება არ დაგირღვევ, ხელშეკრულებაზე გათხილი მოწერილი. ეს პირველი. მეორე დეტალი რაც არა. მეორე რაც იყო, ეს იყო რომ ჩართულობა სხვადასხვა პროცესებზეო ვეთანხმები, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის ფაზა, საიდანაც შემდეგ გამომდინარეობს მთლიანად ასე ვთქვათ საზოგადოება და საზოგადოებრივი აქტივობა. აუცილებელია სტუდენტების სტუდენტურ
თვითმმართველობის ჩართულობა სხვადასხვა კონდიციებებში. ეს იქნება ასე ვთქვათ, აპროტესტება იქნება თუ რაც იქნება. მაგალითად, უამრავი პრობლემა არის ჩვენს რეგიონში. რომელია ყველაზე დიდი ორგანიზაცია აჭარაში, იცით? ყველაზე დიდი ორგანიზაცია არის სტუდენტური თვითმმართველობა. 99 წევრი ყავს. ამას დიდი ორგანიზაცია არა აჭარაში. კი არა, მოი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი აკადემიის უნივერსიტეტის თვითმმართველობა გქონდეს. ყველაზე მეტი ხმა შეგვიძლია გქონდეს ჩვენ. ყველაზე მეტად შეგვიძლია გქონდეს. არის ორგანიზაცია 150-ზე მეტი ვართ ახალგაზრდები. რომელში? ატარების არ, თუმცა არის. აი ეს შეიძლება წელს იყოს და გადამოვიდეთ შეიძლება არჩევი. არჩევიც გეუბნები. არჩევი ჩვენს დიდი არის. და ვაგი. ისა ორგანიზაცია. ანუ ყველაზე მეტი ხმაური ჩვენ შეგვიძლია და ყველაზე მეტი ასე ვთქვათ. წინააღმდეგობა ნებისმიერ უკუპებაზე შეგვიძლია ჩვენ გქონდეს. ანუ ვარ ჩუმად. ვეთანხმები დიარას. უნდა ვიხმაუროთ პირდაპირ და იდეები გაგებითაც. და რაც შეეხება ახლა პროექტებს. მესამე თემა რაც იყო, ვისაუბრია. ესეთი მოწყობილობა არის კომპასი. კომპასი ყოველთვის მითითებს ჩრდილოეთით. მაგრამ ყოველთვის ჩრდილოეთით ვერ იმი. ხანდახან მისახება მოსახლეობის და აღმართით. ზუსტად კომპასი ჩვენი უნდა იყოს უნივერსიტეტი. აი ის არის ჩრდილოეთის უნდა იყოს ჩვენი ხარისხის ამაღლება. აი მიხულა მოფურგზებზე წამყვანი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობა, აი სხვადასხვა პროექტები თუ ასე ვთქვათ ერთგვარი ღონისძიებები. ეს არის აუცილებელი ერთგვარ დასახელო პოლონელი. მოხარული იქნება თუ აი ესეთ შეხვედრებიდან დიანასნაირი სტუდენტები ბევრი მეყოლება. არა მარტო კაბინეტში შემოსვლელი აქვს თქვენ რომ აი შენ ეს უნდა გააკეთო. არამედ აი ესეთ შეხვედრებზე ზუსტად. ესე იგი, ჩვენ მოვაგზავნეთ ვიდეო მოლი, გამოკითხვა უნივერსიტეტში და გქონდა ორი შეკითხვა. რა ფუნქცია აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას? მომისმენთ და გაიგონდა შემდეგი შეკითხვა იყო გაიხსენა პროექტი, რომელსაც ორგანიზება სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუქმდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ვიდეო ბოლოს ზუსტად 2 დღე დავდიოდით და ყოველი მე-10 თუ მე-20 სტუდენტი გვეუბნებოდა, რომ არ მინდა რა პრობლემები დავალებდეს თავი, არ შემიძლია სტუდენტური თვითმმართველობა პრობლემას რატომ უნდა ვერ მივხვდი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა ამ ვიდეო ბოლოს მოგზადება. პასუხი გაეცათ და ეს თავის მოსაზრება ამ კითხვებზე ჰქონდათ, მაგრამ პასუხის გაცემა არ უწევთ. სულამ თხოვარო ვიდეო თვითმმართველობას მე როგორც ვიცი, უნდა გადაჭრას სტუდენტის ყველა პრობლემა და მე ვფიქრობ, მე ვხედავ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არაფერს არ აკეთებს. ის კი არა, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები როცა არის, წინ დღით გვაგებინებენ ჩვენ რომ არჩევნებია და სტუდენტებმა არაფერი არ იცის მის შესახებ, რა პროგრამით მოდის, ვინ მოდის და საერთოდ ვინ არის. ბოლო პროექტი, ან საერთოდ პროექტი, რომელიც სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუკეთა ორგანიზება, თუ გახსოვთ. მე არ მახსოვს. იმდენად სიმართლე რომ გითხრათ, თვითმმართველობაში ჩახედული არ გახლავართ, მაგრამ არ მახსოვს არ მახსოვს. გააკონტროლოს სტუდენტური ცხოვრება ალბათ. და უნდა მიხედოს ყველაფერს, რას თუ არის, რას თუ ევალებათ. ახლა რა ევალებათ თქვენიან? ჩემი აზრით, მთლიანად უნივერსიტეტში ყველაფერი რას თუ გასაკეთებ, მათ ევალებათ სტუდენტური პრობლემები გასაჭირო უნდა მოიკითხონ და ყველაფერი უნდა მოაგვარონ. იმიტომ რომ ლექტორები ალბათ ვერ აგვარებენ და თვითმმართველობა უნდა მოაგვაროს. რომელიმე პროექტი თუ გახსენდება, რომელსაც სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუკეთა ორგანიზება? არ ვიცი, არ მახსოვს. ისე შეიძლება კი, მაგრამ არ მახსოვს ნამდვილად. თქვენი აზრით რა მოვალეობები აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას? თვითმმართველობას? მე თვითმმართველობაში არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით რავი, ალბათ უნდა დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომელსაც გადასახადის პრობლემები აქვს და უნდა ჩაერთონ საქმეებში. რაიმე პროექტით რო გახსენდება, რა სტუდენტურ თვითმმართველობამ განახორციელა ამ უნივერსიტეტში? პროექტი? ან მოვლენასა და ჩართული. რა მოვალეობა აქვს სტუდენტურ თვითმმართველობამ? ჯერ არ ვიცი, იმიტომ რომ პირველ კურსზე ვარ და არავის არ მოუწოდებია ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენთვის. არ ვარ ჩართული და ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტი არის მათი მმართველობა.
არაცნობენ სტუდენტებს მათ მოვალეობასთან. ანუ რაც ევალებათ იმას არ ასრულებენ მე ვფიქრობ. ძალიან სუსტად მუშაობენ. ბოლო პროექტი რაც მათ გააკეთეს თუ გახსოვთ? ბოლო ალბათ რაღაც განცხადებები წავიკითხე იმის შესახებ პირველ კურსელებს რომ რაღაცა ხანე მოეწყეს თუ რაღაცა შეიძლება. დაკავშირებით არაფერი არ ვიცი, მაგისგან მე არაფერი არ გამიგია არასდროს. არა სიახლეებს ყოველთვის ვგებულობთ ბოლოს, როცა ყველაფერი მთავრდება და არაფერი არ ვიცი საერთოდ. ჩემი ჯგუფიდან წარმომადგენელი არავინ არ არის, ჩემი კურსიდან. ანუ იყო არჩევნები ერთი პერიოდი, რაღაცა ატარებდნენ, შეყავდათ ნაცნობები, ირჩევდნენ და რაღაცა ექსკურსიები, რაღაცა ასეთები თუ ხდება, მათთვის აკეთებენ მხოლოდ. სტუდენტებისთვის არაფერს არ აკეთებენ, მე ესე ვიცი. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული რომელიმე პროექტი თუ გახსოვს? სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული მე არავითარი პროექტი არ ვიცი მაგის. რა მოვალეობა სტუდენტურ თვითმმართველობაში? სიმართლე გითხრა, ძალიან არც დავინტერესებული ვარ, მაგრამ ის ვიცი რომ სტუდენტის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. რომელიმე პროექტი გაიხსნა, რომელსაც ორგანიზება სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუკეთა? ესე არ მახსოვს. ნაბობნე ჩანდა. თუ დაინტერესებული ახლა ამაში ვერც ეს იყო მათი პოზიცია მოკლე შეკითხვაზე. ყველა ფორმალიზმი ჯერ აევალება თვითმმართველობაში და არა შეფიქრდეს მოკლე. კითხვა შეიძლება ხო შეიძლება. ანუ ერთი კითხვა მაქვს, ანუ ვინც არის გაწმობილი თვითმმართველობის მიმართ ნეგატიურად ხასიათის განწყობა. ორი კვირა დავდივარ მე პირადად, ვსვით ჩვენ და თვითმმართველობის ინიციატივით იხსნება ფოტოსტუდია. არც ერთი მსურველი არ არის მთელი 4 კორპუსი, აქეთ 5 კორპუსი, იქით 3 კორპუსი შემორბენილი მაქვს ორი კვირის მანძილზე. ერთადერთი ადამიანი მოვიდა ირინა ლიქელაძე და დარეგისტრირდა. დასწავლოთ ინგლისური საკოლე რუსული ფსიქოლოგია სოფლიო ლიტერატურა უფასო გვაქვს გრანტი მოპოვებული და გრანტი ვეღარ დავხარჯეთ ისე აი ესო გოგოტიშვილი ნინო გალოძე ორი კვირა ამაგვარში არიან და ისიან და რაღაც დონეზე მეხმარებიან იგივე ზურამეს აი სადგავარშზე შეგიძლია რომ მომისმინო 5 საფული ისე აქ მარცხნივ დგას ახალი კორპუსი ქვია ზოგი ახალ გარემონტებს აი ესე არა ძველი არის სასახლე ყველა აუდიტორიაში ვარ ნამუშ აი სად ზავითი ჯერ პირველ კურსზე ვარ ეს ავადაის თვითმმართველობა კი არა კარზვის ვაგნერი პირველ კურსზე რო ვიყავ რა თვითმმართველობა არც ერთი არ არის პირველ კურსელი როგორ არა ორი ვიცანი მარტო მე პირველ კურსზე შენ ვიცანი ბოლოს ვერ ვისწავლე პირველ კურსელი ვიცი მაგრამ პირველ კურსელი შენ პროექტი ეს ერთი ხო დავათავე მეორე პროექტი მონოპოლის 200-კაციან სტუდენტურ თვითმმართველობის დახმარებით პროექტს ვაკეთებ ექსკურსია დადო ალინისა ედიშერ ჩავლეიშვილმა რომ გამარჯვებულები და საორგანიზაციო ჯგუფი მიდის ექსკურსიაზე. ორი დღეა ეხლა წვიმს, თორე მანამდე 5 დღის მანძილზე დინამიკი ჩამომაგს ზემოდან და ვაკეთებ რეგისტრაციას. ძლიერ შევაგროვე 18 კაცი. სადა ექსკურსიელები, რატო არ მოდიან, რატო არ რეგისტრირდნენ? ეს ორი პროექტი, ხო, მესამე გავაკეთე. ხსნით იმავე ადგილას შაბათს კვირა და პარასკევის საღამოებზე ლაუნჯ ბარს ვეძებ ვინმე ღარმეს უნივერსიტეტში ვინმე ისეს რომ გამოვამუშავებ ხელფას ანალოგიურად მიდგათ მაგიდა როცა კაი ამიდია და ვარეგისტრირებ ხალხს სადა ისე რატო არ მოხდება აი ეს ხო არაფერი ხო ეს უყურე ერთიდან თემი და გადახვევა არა უყურე ვაკეთებ პოეტურ საღამოს იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვერ გავაკეთე სადა ეს პოეტი ორი კვირა უნივერსიტეტი დაიწყო 5 რიცხვის მერე მაგიდა მიდგა სადა სად მონახეთ ეს რაღაც შემთხვევით ამას ეგიც არის სამი უნივერსიტეტში არის ცენტრალური უნივერსიტეტი ზუსტად აი უნდა ადრო რა ხო ერთი 4 პროექტი თქვი ეს ხალხი მოზემნოთ და მოვიყვანოთ გრანტი არის დასახარჯი ერთი ახალგაზრდა დეპარტამენტის 5000 3000 USAID-ის
და კიდევ კერძო ბიზნესმენების რამდენი ათასი რა ვიცი. ეს ორი ყველას დავასაკვირ ჩემი 4 პროექტში და დანარჩენ ზურას ინტელექტუალში რატო არ ხამარ? სადარი, ახლა მოვიდეს ნებისმიერ აღარი რო ჩაიწერა რა დაიმალა მე საწავიდა. ხუთი პროექტი ყველა. ორი კვირა უნივერსიტეტი დაიწყო. 5 პროექტი არის დევს, რომელიც ორგანიზატორები და ყველაფერი ჩვენა ვართ. სადა პრობლემა ისეა. რა? ო, არ გამიგებია, ჩემო რეგისტრაციის პროცესი. როდესაც მოთხოვნა შეიძლება არა. როგორ არა? აქ სტუდენტებს მოთხოვნა და ის პროექტი 160-იანი ტურნირი ჩავატარე, რასაც ახლა 200-იანს ვაკეთებ 2 წლის წინ, როცა ვერ ვიყავი სტუდენტი. როდის? მე მივიღე რასაკვირველზე ორი ინფორმაცია. მოდის ვიქნებ ერთმანეთს მოусმინოთ, საუბრობთ, ხო და არის. რომელიც ჩატარდა ბათუმის რეგიონში. მე ბიუჯეტი წრეი ჩავხედე და იყო რამოდენიმე რასაკვირველი რომელიც ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებში და ამაც ინფორმაცია არ მოვიდა. ეს ერთი. შენ როგორ მოსწავლეთა აქედან? ესამე თუ გაინტერესებს ძალიან ბევრი ვარ შემოწმეთ მე კაბინეტში და ყოველთვის ხედავ. ერთ წამ გაჩერდა. აქ არ არის შენი ბენეფისი. ხო თქვი, ძალიან კარგი პროექტები გაქვს და გული გქონდა სტუდენტები არ იყო. თუ არ მოусმინე სტუდენტებს, მაშინ გამოდის რომ არა საუბრობს ადამიანები მე ხომ და დავასრულო, ხო გისმენთ თულად. გამოდის რომ მხოლოდ რეკლამა გაინტერესებს და არ არის ესე, ხო? ახლა სხვას არ მისმენს, იმიტომ რეპლიკაზე აყოლებ და ჩემი ხმით ვერ აჯობებს ვიფასო და მე კამაჩი შეიძლება მოვიგო და ამიტომ სხვა გეუბნება რაღაცას რა რაღაც ინფორმაცია ეგრე ჩაწვე რა ყო არა ინფორმაცია და ერთი წუთი რა მე ვინერვიულებ თუ არა ჩემი საქმე ერთ მე ამ გეხება და არა მე ვინერვიულებ და ვემოუსვინებ კარგი ნაპატია მაშინ ვეკავ ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ის რომ სტუდენტები პასიურებია ეგ ფაქტია ამას ვერ გაიწევ ეს ნაცვალით რომ მიუყარო შეიძლება შეეძაბო ზოგიერთ იმის ჭამა და გითხრას დამიღებთ. პრობლემა არა, აგაში ეს ვარ. მაგრამ ერთმანეთს მოусმინო. თუ ადამიანი ამბობს რომ მე ვიხავი იქა და ვერ ნახე, ეგრე შენაც უშუალოდ შეცდომას და მეც უშუალოდ შეცდომა. ამიტომ ძალიან ხო რა, არ ვაპირებ ჩარევას თქვენ დისკუსიაში, უფრო იმდენი დისკუსია გაიმართა და წლის ნახმას ექვემდებარება ეს ყველაფერი და მოусმინეთ რა ძალიან. ძალიან. გოდი შემდეგ რამოდენჯერ ვიყავი თვითმმართველობაში და ყოველთვის ხედავ 200 ადამიანს სახეს რომელიც ის ანუ კომიტეტი აი 92 ადამიანია და როგორც უნდა თქვა მაგრამ აი არ დამინახია 10 კაცზე მეტი რომ აი ფილმი ყოფილიყოს იმან ვიცი რომ წევრი არის მაგრამ უშუალოდ თვითმმართველობაში არ დამინახია ლალაფარავს პერიოდში მე მრავალი ყოფილიყო და მრავალი ინფორმაცია მიიღია და ის აი უბრალოდ იდეაც რომ გამჩნდა რაიმე ვიცოდო დაფინანსდებოდა იმიტომ იყო დროს კონტაქტი შემდეგ პირველ კურსებმა ვიდეოში განაცხადა არ მოეწოდება ინფორმაცია შენ თქვი რომ ევაგრიებდი კარებს მეც ასეთ მდგომარეობა ვიყავ რატო თვითმმართველის არ მეცადა და აქ ამ ერთ-ერთმა ოპონენტმა თქვა რომ არ არის დაინტერესებული რომ თვითმმართველობა გაიგოს პირველ კურსებში რა თქმა უნდა იქმა დაინტერესებული არა და როცა შედის პირველ კურსებისთვის არის გამოკვლეული კედელზე აბა მოდი თვითმმართველობაში არჩევნები და ასე და ასე შემდეგ. სტუდენტურ ბავშვებს არავინ არ უტარებს. თვითმმართველობა ხო შეიძლება ჩამოვარო არა პროექტის არაბეთი ის რომ ჯერ გამიმარტო რა არის თვითმმართველობა და რა თქმა უნდა იყვნენ იქ. შენ არ გისვავს კითხვას ნიკა. მე გამართა რაღაცაში რომ მიზანო დავა. შენ არ შეგები გამართა და შენ ეხა გადავხვით ემიდან რომ პროექტი ჩაგივარდა და თურმე ვიღაც სტუდენტებმა არ მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ ეს ვიდეო გადავიდეთ. ეს მილიონი ჩავარდა ახლა რა გაჩერებული ვარ, იმიტომ რომ სტუდენტ ჯერ არ იცის რა თვითმმართველობა ჯერ იზრდებასო და მე გავაკეთოთ პროექტი. შემდეგ აი სტუდენტები შეიძლება იზრდება თვითმმართველობა არაფერს არ არის. თვითმმართველობა კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ეს ერთი. მაგრამ თვითმმართველობა იმიტომ არ აკეთებს რომ არ არის ინფორმირებული სტუდენტები და მე კიდევ ერთი რაც უნდა დავაკეთოთ. თქვენ ახსენეთ პროექტი. როგორც ვიცი, უნივერსიტეტი აფინანსდა ბათუმის კალაბურთის გუნდს. უშუალოდ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კალაბურთის გუნდი არ ყავდა, როცა რეგისტრაცია ჩატარდა, მაგრამ დაინიშნა და არ ჩატარდა რეგისტრაცია, თუმცა მე მოვედი და არ იყო. მეორეც ახალგაზრდა დახმარებით ცენტრთან ავედი და რეზორ კუჭევასთან შეთანხმებით გავაკეთებდით საკალაბურთო ლიგას. რომელიც დარბაზი არის ხობში და ამიტომ კუჩაში უნდა ჩატარებულიყო. არც იმის ორგანიზება მოხერხდა ეს
ერთი საკითხი რომ საერთოდ ძალიან ბევრი ბიუჯეტია დახარჯული ფუტზალს. როცა შესაძლებელია ეს უნივერსიტეტმა დააფინანსოს და თვითმმართველობა. იმიტომ ყველა უნივერსიტეტს ყავს მისი ნაკრები. ეს პირველი საკითხი და რაც შეეხება იმას რომ მე არ ვარ ინფორმაციის რომ ასე პროექტი არ დამფინანსებია სახელმწიფოსგან. არდა როცა მე მაქვს შექმნილი ჩემი სერვისის ჯგუფი თვითონ ტურინზე და იქედან ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთო. იქიდან გამომდინარე ექსამბოდი. მე ექსამით აკონი ინა სურიბი დაგანი როსტომ დელიზესთან მივედი 4 დღესზე. ექსამე დამაკავე. ეს არის ისტორია. არა. მე მაინტერესებს ტურიზმის ფაკულტეტიდან ვინმე საინჟინრო ჯგუფი ან თვითმმართველობის წარმომადგენელი რომ ცალკე ფაკულტეტი ხართ და ძალიან დიდი დაფინანსება აქვს გარე წყაროებიდან, იმიტომ რომ როსტომი ძალიან ბევრს ინდომებს. ჭირდება ვიღაც აქტიური ხალხი რომ ჩართო ამ პროექტში. ეს შენადვილად ბოდიში მაგალითად აქ ხო დაუსვამდი ახალსაფრთხო კითხვა. ხედავ ტექნიკა იქა და ამ რეკლამას ხო და ეგუდა მე რატო არ მიხვედით აი ეს მაინტერესებს აი დინამიკები არა მუსიკა არ გისვამთ ნიკა შენ არ გისვამთ აი აქ არის დაახლოებით 30 სტუდენტი 30 იქა რომელმა დაინახეთ და რატო არ მიხვედით მე დავინახე იგი რეგისტრაცია იყო ხო რატო არ მიხვედით ზურა ეს უთხარი კაცო იცოდეს ბავშვი მუსიკა არ ის კადრი რომელიც არის გადაღებული მუსიკის ფონზე არის შენი რეგისტრაციის მაგიდა ჩანს მე მივედი და ვკითხე აქ რა ხდება თქო და ვიღაცა იმ გოგოსაც ვინც იჯდა მაგიდაზე რაღაცა ხელის კაცუნით პასუხობს რომ მეო კარგად ვარო ჩავირიცხეო მომწონს ყველაფერი და ეს ამოვიღეთ იმიტომ რომ არისო და მე და ვიღაც ვარიო და გასულიაო და მე გამოვედი всё გასულიაო ბოდიში საუბარი ჩვენ მე მგონი დღეს ჩვენი დისკუსიის რაცავი გვაკეთებდი რომ აქ ბიუჯეტის ხარი გაანხილვა იქნებოდა მაგრამ უფრო სხვა აქცენტებს და ვიღაცებს გააღიზიანა ვიდეოში ნარახმარდნენ რომ ვიღაცები არ არიან აქტიური და აქ მინდა რომ რამდენი ტენდენციებზე გავამახვილო ყურადღება ბიუჯეტის ეს არის ეკლესიები ქობულეთის რაიონის დაბა ოჩხამური მშენებარე ეკლესიაში საძირკვლის ჩასხმაში სტუდენტების გამგზავრება მე არის წმინდა ხულოში წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოსალოცვა წასვლა და რამდენიმე მსგავსი ღონისძიება მე არის ერთ-ერთი მსხვილი ანუ დიდი ფული რაშიც დაიხარჯა ეს არის 3057 ლარი ავეჯი, ტელევიზორი და რაღაც ნივთები, რომლებიც 3000 ლარი გადაიხადა სტუდენტურმა თვითმმართველობამ. შემდეგი არის ერთ-ერთი 5000 ლარი, შემდეგი არის 5192 ლარი. ავსტრიაში ქალაქ ვენაში არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცებისათვის სამი სტუდენტის გამგზავრება ვენაში, რომლის ხარჯებსაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტი და აქ წერია, რომ ხელზე ასაღები თანხა სტუდენტებს ჩაერიცხათ 5192 ლარი. და ხო, მე კითხვები მქონდა, რომ რა მოუტანა სტუდენტური ერთი თუ ჩამოყარ ვინ როჩას უნდა პირველად და ამ თემების იგულო ვილაპარაკოთ და არ გადავუხმოთ შეიძლება ბიუჯეტი განმეორება დეტალურად მათ შეცდომები არ არის არაფერი შეცდომა რა თავარი რა რა ცენტრი გაკეთა არც ერთ სამთქია უნივერსიტეტის მუშაობაზე უნივერსიტეტს არც ერთ ალპია სამეცნიერო მუშაობას თვითმმართველობას უნდა ვისაც აქტიურობა უნდა ერთხელ არ მინახავს ახლა ბარიერზე იყოს საუბარი ერთხელ არ მინახავს რომ რომელიმე ლექტორის თქვა პერსონალის აკადემიურ პერსონალის კვალიფიკაციაზე ისაუბრა და მის თქვა იმ ხარვეზებზე რაც გააჩნია გარდა ამისა არ მინახავს არც ბიუჯეტს და არც კანონზე რომ გადაეხადოს უნდა თვითმმართველობას ახლა ზურად ისაუბროს შეშეურებას არ მივაგერებ ცოტა ჩემს სასაცილოა რომ ზურად წაწელწადი რაღაც თვეები არ იყო აქ და იტალიდან განკარგულებები გამოვაცხადა ვიღაცა გადააყენა ვიღაცა დანიშნა და ისეთ საუბარი ამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკითხავს და ახლა ის საუბარი რომ ვიღაცამ რაღაცა არის ვიღაცამ რაღაცა იცის ესეც მისი მინუსია და მისი პლუსია გარდა ამისა რექტორს რაც შეეხება თქვა წინა დღეს ნახე თესეუს რექტორმა გააკეთა განცხადება რომ ჩვენს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებენ რაღაც ისა გაზგასამართ სადგურს რომელიც თქვა საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტს არ ჯერჯერობით და არც ერთხელ არ მინახია ამ უნივერსიტეტის რექტორს ბატონ არბიშის რომელსაც პატივს სცემდა კარგი მენეჯერია ერთი განცხადებას გაიგეთ თქვა მრავალსაფრთხო შენობების განთავსება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არც თვითმმართველობის განცხადება მინახავს
გარდა ამისა, მომისმინეთ სამით, როდესაც ჩვენ განცხადება შევიდანეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურაში, რომ 2007 წლის 8 ნოემბრის გამოძიება მუხტარიყო, ალიოშა ბაკურიძემ გააკეთა განცხადება, თვითმმართველობის ეროვნულ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ მიმართავ, არც ერთის განცხადება არ მინახავს მე და თქვა წელიწადის განმავლობაში 4-ჯერ, 5-ჯერ მივედი, სხვადასხვა გამოძიებები გამოიცვალა, არც თვითმმართველობის მნიშვნელობა დამინახე ამ და არც ადმინისტრაციის. გარდა ამისა, არც ერთი თვითმმართველობის თავმჯდომარე მე ახლა ზურას მაგალითად თავმჯდომარედ არ ვქნით, რომ რეალური ძალაუფლება არა აქვს. თვითმმართველობის უმეტესი წევრი ამჯერად თქვა უჩას, თქვა აგერ ბესო გოგონიშვილი რომელსაც ეღინება მათ ხელში და თქვა აქციას თვითმმართველობა ელიტის რაღაც წარმომადგენლად, რომელიც ერთად მართავს თვითმმართველობის საკითხებს. ზურას რა თქმა უნდა ავტორიტარულად არ ძალაუფლება, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთებს მათ გარეშე. თუ აშაყით თანხების ხარჯს, რომელიც კანონს უნდა ექვემდებარებოდეს და ამას ითვალისწინოს. აქ სამი პიროვნების დაფინანსებაზეა საუბარი, ესენია თვითმმართველობის პირველი მოადგილე უჩა აბრამიშვილი ამჟამად მინურ პაქსაძე და არა დავამთავრე. შეიძლება ბევრს კითხვა გაუსვარა რა არის იცი, მაგრამ ჩემი მეგობარი, ჩემი კურსელების სამი ბავშვი უკრაინაში გააგზავნეს სამეცნიერო თემები. მოწვევა მოვიდა და უნივერსიტეტმა უთხრა უარი. არავის არ უთქვამს თქვა რატო უთხრეს ამ ბავშვს უარი, როდესაც მეცნიერულ კონფერენციაზე მივიდა, სადაც თქვა ამ სტუდენტების ნაშრომი უნდა განეცოდა. გარდა ამისა 14 სტუდენტი რომელიც TSU-ში მივიდა კონფერენციაზე, ეკონომისტები მათ შორის გვანცა თურმანიძე არ წაიყვანა უნივერსიტეტს და არ დააფინანსა დათო ბერძე, რომელიც თქვა შესაძლოა მომავალში რექტორად ვიხილოთ. ის აპირებს უკრაინაში დასვლას თქვა სამეცნიერო კითხვის განვითარებისთვის. არც რექტორს არაფერი არ უთქვამს, არც დეკანს და არც თვითმმართველობას უმუშავია. რაც შეეხება ბიუჯეტს, ზურა, შენს რაღაც ეჭვები არის, შენს თქვა ხელმძღვანელობის დროს ბიუჯეტის ხარჯვაში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ანგარიში რატო არ წარადგენთ ერთხელ მაგალითად ბესოა მაგალითად ახლანდელი თქვა ისაც რეალურად ძალაუფლებაა და მოადგილეების, ათ შენი მოადგილეების შეიძლება შეცვალო გადაწყვეტილება, ერთი ანგარიში დაბინახავს 2 წლის განმავლობაში. მე მაგალითად როგორც თვითმმართველობის წევრს, როგორც იმ კომკავშირის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს მართლასთან, არ მინახია თქვენი ანგარიში. არც საერთოდ საცხოვრებელი და საერთაშორისო რომელიც არავის არ საუბრობს. მე იქ ავედი, მე და ჩემი მეგობრები ავედით, გაუსაზრისი პირობები იყო ჰიგიენური თუნდაც მანდილოსნებისთვის განსაკუთრებით ცხელი წყალი არ იყო გათხოვება ნორმალური იყო. გარდა ამისა არ ჰქონდათ სარეცხი მანქანა, რომელიც უნდა იყოს რემონტს სუბკომარობაში იყო. გარდა ამისა ხო ტელევიზორი არ ჰქონდათ, არც ინტერნეტი, არც ბიბლიოთეკა. არაფერი ამისთვის არ იქონდა. გარდა ამისა ზურა ერთ შეგახსენებ უჩას მინუსრაც ხო. როდესაც ჩვენ აქციამ გავამართეთ უნივერსიტეტს აწყოს დამთავრებულმა, მე შენ განაცხადე რომ უნივერსიტეტში არ არის პრობლემები და ასე შემდეგ. ამ ეს რიტორიკა თუ არ შეცვალე გირჩევ. როგორც ყოფილი სტუდენტი, თუ ეს რიტორიკა არ შეცვალეთ, რომ პრობლემა არა უნივერსიტეტში, ისევ დარჩებით იმ მდგომარეობაში, რასაც ქვია საბერძნეთში სუნი, ლობიოს სუნი, რექტორის არაკვალიფიცირება, ლექტორის უბრალოდ ადმინისტრაციის წევრების არაკვალიფიცირება, გარდა ამისა კანონის უცოდინე რომ, იმიტომ რომ უნივერსიტეტმა შემდგა იცოდეს და შესაძლოა უცოდნა და უნივერსიტეტმა მიიღო კანონები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა განათლების კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. წარმოგიდგენიათ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღეს წარმომადგენლთა საბჭოს გადაწყვეტა კანონი, შიდა კანონებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება უმაღლეს კანონს და კონსტიტუციას. უტაფორია, მაგრამ ხდება ასე. წარმომადგენლობის ასეულები წარმოგიდგება არ შეიძლება. კითხოთ რატომ მიიღეს ეგეთი გადაწყვეტილება? იქ ეთქმა და ზეო ყველაფერი. არ შეიძლება. აი გავეთ და მაშინ ჩავწვდით. ინდივიდუალურად არ გაცემა. არა, აჩი მოიცა. ზურას ანუ ახლა განვარტო რა სიტუაციას. გოჩი ეგ რაც უნდა მიიღოთ, მაინც კანონმდებლობის ქვედა დონეა მაინც და კანონმდებლობა მაგას გავხსნა, ეგ პრობლემა არ არის. პრობლემა პირველ რომელსაც გავამახვილებ ყურადღება შენ აღნიშნავს კონფერენციაზე სამი თემა გადააგზავნეს უკრაინაში და გაიმარჯვესო. მე უკეთეს გეტყვი. პირველ კურსზე არა, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავედით. პროგრამირებაში მე ჩემი გუნდი. და ჩვენ დაფინანსება მოგვცეს ელემენტარულ რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში ერთკვირია კვალიფიკაციას და შემდეგ უკვე სოფლიო ჩემპიონატის რაუნდს. ამაზე უპირველეს ჩვენი უნივერსიტეტისთვის რა უნდა ყოფილიყო არ ვიცი. და თუ იმ სტუდენტების წასვლა რომელსაც ელემენტარული ქართულის გარდა უცხოენა არ იცის არც ერთმა, ეს თუ არის პატივი უნივერსიტეტისათვის და ჩემთვის მიდადა ცირცხვილი. სხვა არ ვიცი. რა შეეხება ახლა ამ სტუდენტმა უცხოენა არ იცოდე? არა, ახლა ჩვენ დაგვიათ შევადარეთ ახლა უჩა აბრამიშვილმა. არ ვიცი ბესო. ერთი დონე არ იცი ზო, მაგრამ ჩვენ არ ვართ ინგლისური სპეციალისტები, ვიღაცებს შეუფასოთ ინგლისურით, მაგრამ თუ ამ ადამიანებმა მოიპოვენ დაფინანსება და ის გადმოგზავნილი იყო გაეროდან, მათ სრული უფლება ჰქონდათ სამივე წასულიყვნენ ვენაიდან. დაფინანსება თუ მოხდა უნივერსიტეტიდან ის იყო დოკუმენტირებულად გადმოგზავნილი. როგორ მოიპოვენ? აი
ამ მეთოდებით და როდესაც კრიტერიუმები არის გადმოგზავნილი და როდესაც შენ ხებულობ მონაწილეობას რაღაც საკითხებში და შენ თუ გაიმარჯვებ, მოდის მაგ შემთხვევაში მოწვევა. უნივერსიტეტმა მე ახლა მინდა დავაფიქსირო. ჩემი ინფორმაციით დააფინანსა ნაწილი. ნაწილი აიღო თავის თავზე მთავრობამ და მერიამ. აქ ეს 5000 ლარი არ არის სრული დაფინანსება და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ სამ ადამიანზე, ეს სამი ადამიანი არის ხელმძღვანელები უნივერსიტეტის, რომელზეც დადის ბევრი დეტალი, რომელიც ვარდება. სამი ხელმძღვანელი, ახლა მე ვამბობ, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეორე ვიცე-პრეზიდენტი და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. მე ვფიქრობ ამ სამ ადამიანმა, რომელმაც მიიღეს მონაწილეობა ვენის ამ კონფერენციაში, ჯერ როდესაც გადაგზავნილი იყო მათი, მე არ ვიცი როგორ მიიღეს, მაგრამ გაეროს მოწვევით მოხდა, როდესაც შენ ახლა გაიცი დოკუმენტები შენ გაქვს ვლაპარაკობ შენ გაქვს ბოჭა ერთი კითხვა იქნება თუ ორი ამ ადამიანებმა ვენიდან მიიღეს მოწვევა და თუ ვიღაც უკრაინაში არ დააფინანსება ეს უკვე არის სხვა რაღაცა და სისულელეები რა უკრაინაში არ სურა შენ თავზე მარხო იყავ არ დაგიფინანსეს სოფლიო ჩემპიონატზე წასვლა, როცა ხო, ნუ აქტიური სტუდენტი იყო, ფრიადოსანი იყო, ენაცი ცოტა ყოლა არ დაგიფინანსეს წასვლა, ხო? და დაუფინანსეს ამათ წასვლა. აქ რა პრობლემაა, შენ დაჩაგრული ყავ, შენ მათი გავლენა უყურებია და შენ გავლენა არა. მე მაგას და შემდეგ კიდე თავმჯდომარე შენ გახდი, ხო? აი ხლაც კიდე. პროექტი შემოვა ანალოგიურად იქნება კიდევ რომ კანცერთან შევატარებ რატომ უნდა შეტანდეს კანცერთან როცა იმდენი რაღაც სხვა უნივერსიტეტები იმდენი რაღაცას აფინანსებენ და ჩვენი უნივერსიტეტი ყველაფერზე საჭმელზე იმაზე ამაზე ყოველთვის პრობლემას აქვს ყველა სტუდენტი. ყველა სტუდენტურ დღეებში აბსოლუტურად 4 წელია მონაწილეობას ვიღებ არც ერთი არ დაგვიფინანსებს ნორმალურად. ხან ერთ ბინაში მივიდივართ 20 ადამიანი. და არავინ არ ეკავ, რო დავრეკავით რომ მაგარი მშიერები ვიყავით ბოლოს თვითონ 15 ადამიანი და დავრეკეთ რომ მას კანცერს დავრეკეთ 15 ლარი ჩაგვირიცხერო და წამოვიდეთ აქედან მე მოაგვარე საქმე და ნახევარსაათში დაგვირიცხეს თან. ეს იმის პრობლემა რა სტუდენტური თვითმფრინავება არ აინტერესებს უნივერსიტეტში არ აქვს. ესეო სწორედ. სხვა ყველა უნივერსიტეტის თვითმფრინავებას გონი აფასებენ და არ შექმნია ამ არაფერი არ არის სტუდენტი შენთან პროექტი რომელიც შემოიტანა სტუდენტს და არ დაფინანსებულა. ეგეთ პროექტი არ არსებობს. რომელიც შემოსწრებს თვითმმართველობა მინდა რომ კითხვა დასვა სტატიოს ხელმანშოვე და თქვით სახელი და მოაშინეთ ეცინასთან არის შუათაგვი კანცლერი. კანცლერთან რა კატეთრილებაზე ერთსა თქვენი სახელი დავამოწმოთ. ბაჩო აჩიკო სახელი მნიშვნელოვანი გიორგი მაგათინი მნიშვნელოვანი არაა რომ ყველა პროექტი წავიდეს ყველა თავარია შედეგი და შედეგი მოგცა ამან აი პრიორიტეტი რომ გავსაზრდოთ რომელი უფრო შედეგს მიცემდა უნივერსიტეტი მათ სახელისთვის რომ ყოფილიყო ნაშრომის საეცერო ნაშრომის გაგზავნა და წარდგენა თუ აი ამ სამი ადამიანის ჩასვლა ვენის გაეროს მოდელირებაზე და იქ წარდგენა ანუ შედეგი რომელსაც შედეგი ვერ გავზრდოთ რა კითხვა არ უნდა კიცი რომელი პრიორიტეტი გადასცეს რომელი უკეთესია ეცნიერო რა თქმა უნდა შედეგი სახელისთვისაც და წარმატებისთვის მართალია მაგრამ ამ ორი შორის მოხდა მე ვიტყვა თუ ისე გავწო მაგით ვარ გონსა არა მიდგომას გეუბნე მე მიდგომას ვამბობ არანაირი შედეგი არ მიიღო არანაირი შედეგი არ მიიღო შენ არის რა შედეგი მიიღო ვენაში იყავი შენი არანაირი შედეგი არ მიიღო ერთი წამი ვიდი გაახურე მაინტერესებს უნივერსიტეტის მიდგომას უკვე რომ შედეგი იყო რომ ბავშვებმა იმუშავეს და სამეცნიერო ნაშრომები დაწერთ გააგზავნეს ის უკვე შედეგი და ეს უკვე უნდა გაეგზავნათ აუცილებლად და როცა აგზავნიან იმას ის შედეგის არ იციან რა იქნება და მithmetes თუ ენა არ იციან და ვერ გაიგებენ რა მე არ ვიცი და გააკეთეს თუ ენა არ იციან აქ მე ვფიქრობ ამ და ყოფილი შეიძლება
იცის სამი ვერტუალი რო იცის ეს მიდგომას ვამბობ შენ პრიორიტეტები არ აქვს გასაზრდოდი შენ ადამიანი არ არის და პიროვნებაზე ინგლისური არის და ბესო არა მე არ ვამბობ არ იცი როგორ თქესნები შენ აიცი იმ სამა რო წავიდა და პრიორიტეტი იქნება და რა შედეგი მოიტანა მეგობრებო მომისმინეთ არის ენაში კი არ ისე კი დაწესროლა იმის მეტი ამბიცია არ ხარია ხაშ ენაში ვაჩვენე თელ ხორება და ერთი სტუდენტი ვერ წავიდა ხმა არის მის ნუ ხმაურობთ რომ ეს უნდა გავშიფროთ მერე და დაიბეჭდა ვერაფერს ვერ გავიგებ ჩუმად აწიეთ ხელი და ისე თქვით ვის რა სათქმელს და გიორგი გაანთავრებს მაგრამ ძალიან მალე და ძალიან ხო 1 წუთში ჩაიდგა და ნუ კამათობთ ერთმანეთთან შენებაში მიხვის დასმის დრო ხო აი პირველ დღეს რო თუმცა თემას ვაქცია გავაკეთე ერთად რა უკაცრავად ძალიან დიდი ბონიშია თქვენ აქ ხარეს გადმოინახეთ თან რატო დისკუსიები რომ თქვენი ხმა ისმის და მე რაღაც ისეთ განსამრჩება რომ აქ პროცესის არა, ვენაში მივდივარ. არა, ძალიან დიდი ბოდიშმა რა შეიძლება რომ მთელი საათის განმავლობაში ვცდილობდეთ ორი ადამიანი თქვენს გაჩერებას. ძალიან დიდი ბოდიში, თუმცა რომ ავტორით მიწევს თქვენთან სტუდენტთან საუბარი. და უკვე საზღვარი ჩაქვს ხო ყველაფერი. აი მაგ გავაგზავნეთ მაშინ რა. ბოდიში დაამთავრებს და მე ხო, ანუ თუნდაც სექტემბერს გავაკეთეთ ჩვენ აქცია ბერმა მიიღო უარყოფით და ასე ვიდაბარგეთ თვითმმართველობის უარყოფით მხარეებზე. რაზეც ზურა გამომიხმაურა და მითხარო კაბინეტში შემოვიარ, მაგრამ ზურა ბოდიშ, მაგრამ მე და შენ ვართ თანატოლები უფლებებით და მე არ დამოდიოდი შენთან კაბინეტში. ზურა შენ დამოდიოდი ჩემთან კაბინეტში. შენ დამოდიოდი ჩემთან აუდიტორიაში. რომელი აუდიტორია? შენ ჩემი ნახავი უნდა ვერ ნახე ქუჩაში მაშინ. არ გეტყვი, ხო შეიძლება მე ზურა მე გითხარი რომ მე კაბინეტი გადასაკეთო. აი ბოდიშ, აი ამას არ ვწევ. ივანო, პიროვნულზე. აი, მაგრამ ყველას უნდა ზიუზო ყველა აუდიტორიაში უნდა. არა, როცა საქმე აქვს უნდა ვიხდები თავზე უნდა დაფოს ვერ გეგმავ. პრობლემაც გა მოდი. არ თავს რა დიეცა. ხო. ჩემი კაბინეტი არა. ზურა რა თავს. მოусმინეთ, შეიძლება კარგი რაღაცას ამბოს და ამ თავად. რაც შეეხება თვითმმართველობის მიდგომას, თვითმმართველობის ადრე რო იყო კონკრეტული პარტიის ახალგაზრდული ფრთა, დღესაც ეს გრძელდება ამას ამტკიცებს. მათი ქმედებები მაგალითად წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიულ შეხვედრაზე წაიყვანეს სტუდენტები და მოწვევით მერე მაიკები ჩააცვეს სტუდენტებმა რაფერი არ იცოდნენ. ეს ერთი რამოდენიმე მახსენდება კი კიდევ. ამთავრებია რა მიდოს და ნუ გავხდი ძულებს რომ დაგატოვებიო პრესკა. მეორე კიდე და ძალიან კიდე აღნიშნავ რომ უნდა ყოფილიყო ნაკუჩა და მინისტრი. რადგან ეს არ უნდა და არ ვიცი რა აღნიშნავს ესაც რო არ მომიდნენ დაგვიდნენ მოვიდონ იყო ბათან გვაქვს რეალურად მიწები. მეორე კიდე ეს იყო რომ ჩამოვიდა ბათუმში აკადემიაში პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვაპირებდით ის ასე პატარა პერფორმანსის გაკეთებას, რომ ის ყველა პრობლემა რაც იყო ჩვენს უნივერსიტეტში და ასევე აჭარაში შევეხსენებინა. ამ მომენტში მოწყობილი გაქვს სტუდენტური თვითმმართველობისგან, მოვიდა თავმჯდომარე და გითხრა რომ მოდის აქ პრემიერ და მიწახვალთ იქ მინური პასად მოვალეობის შესრულებელი იყო. ეს კიდე პარტიის გავლენა და პარტიის დაკვეთების შესრულება, რადგან მათგან დაანონსებული იყო ეს აქცია. აი, ამასაც თავი დავანებოთ, ეს გამიგილეთ. უფლეს სტუდენტების უფლების დაცვა, რომ რაც არ მომხდარა რეალურად, მაგალითად ასეთ შემთხვევა ჰქონდა სტუდენტ მოძრაობა ალტერნატივას, პანელის გაყრაზე უფლეს უარი მე მგონი ასე დიანა და თვითმმართველობისგან ასე პასუხი მივიღე, რადგან ადმინისტრაცია თქვა ესე იგი ეს ასე არის. ეს პასუხი მიუღებელია ჩვენთვის. ეს იყო ჩვენი უფლებების შეზღუდვა, რადგან წერილიც კი მიწერა საერთაშორისო განწყობილებას საქართველოს რექტორს, მაგრამ არანაირი შედეგი ამან არ გამოიღო. ასევე ჩატარდა პირველ კურსელების არჩევნები, მაშინ მოვალეობის შესრულებელი მე მგონი იყო უჩა აბრამიშვილი. უჩა არ ყოფილა, მინური ყოფილა. მინური ყოფილა, ხო? აი, მინური ფაქტზე იყო მოვალეობის შესრულებელი, ჩატარდა პირველ კურსელთა არჩევნები, გასულ სასწავლო წელს, არც ერთი განცხადება არ გამოხულა ოფიციალურად ტარდება 8 დღეს ჩატარდა, რეალურად. ერთი ფაკულტეტის მაგალითად რომელსაც ინგლისურ ფილოლოგიაზე იყო მე 12 მანდატი იყო და როცა უკვე გავიგეთ რომ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები 12-ვე მანდატი დაკავებული იყო თვითმმართველობის კანდიდატებით და ანუ მათ არ ჰქონდათ სულიერ თქმა უნდა არ ჰქონდათ და მოწინააღმდეგე არ ყავდათ, ანუ მათ მოაწეს ყველაფერი აქედან ჩაატარეს და მე გამოაცხადეთ გამოცხადება არ ერქვა მას. გავიგეთ ვიღაცეებისგან ოფიციალურ განცხადება არ ყოფილა. ეს კიდე ერთი ინფორმაციის გამოსალებაზე.
რაც შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობის დაინტერესებას სტუდენტების პრობლემებზე. მაგალითად ინფორმაციის ვაკუუმირობა ვიცით. საერთო საცხოვრებელში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, როგორც ჩამოგვია ახსენა და არ დაინტერესებულან იმით, რომ დღეს სოციალური მეცნიერება და ეს ფაკულტეტები გაიყო, მაგრამ ეს ბავშვები კიდე ზიან 12 კაცის აუდიტორიაში 24 ბავშვი და აქაც არიან მე მგონი, ვისაც ეს პრობლემა აქვს და მე მგონი ჰუმანიტარებზე არის ეს პრობლემა და არ დაინტერესებულ არავინ, თუ დაინტერესდა შედეგს ვხედავ. ასევე ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე იყო პრობლემა გათხოვის და მთელი ზამთარი მათ არ ჰქონდათ გათხოვა და არც ერთ თვითმმართველობის როგორ? მე წელს ვამბობ ეს პროტესტი რო გამოვთქვით იქ ჩვენც ვიყავით კურსი გააკეთეს ყველაფერი. ხო, გასულ წელს ჩვენ ვიყავით იქ ხარს უჭერდით რადგან ივლის ბავშვი მართლა სიცივეში ამდენი მთელი 50 წუთი იჯდა ლექციაზე, მე მგონი ვერაფერს ვერ მიიღებ და არც ერთ თვითმმართველობის წარმომადგენელი იქ არ ყოფილა ხარდასაჭერად. ამის მერე გოჩა იყო როგორ? გოჩა იყო? კი ბატონო გოჩა ამ შემთხვევაში იყო ძალიან დიდი გოჩა მარტო თუ გამგეობა არის ოფიციალური წარმომადგენელი ნიშნავს რომ კონსენსუსის შედეგად შედება თვითმმართველობა და გაუშვა. მე არ ყოფილა კონსენსუსის შედეგად გაშვებული პიროვნება. ერთი წამი რაც ძალიან გქონდა თუ არის დეგულება, მაშინ გადახედეთ. მე არ ვიყავი თვითმმართველობის წარმომადგენელი, წევრი შეიძლება ვიყო, წარმომადგენელი არ ყოფილა და კარგად საუბრობდა მოусმინე რა. კაცო. წარმომადგენელი არ ვიყავი, წევრი შეიძლება სახში წევრი მივიდა, მაგრამ ინგაჟიტა თვითმმართველობაში ეს პრობლემა გამაერთა და შედეგი დამთავრებული რა. და გიორგი ახსენ მოიცემ ნუ საფრთხე ძირითადად ეს პრობლემები დავამთავრდა თვითმმართველობის მიდგომაზე აი პრობლემა არ გონია იმის უნდა გქონდეს ჩვენს განცხადებაზე რომ თვითმმართველობა რას არ აკეთებს კი ბატონო აკეთებს მაგრამ აკეთებს პოპულისტურ ღონისძიებებს ბოლო გაკეთებული ღონისძიებებიც რომელიც იყო ექსკურსიები პოპულისტური იმიტომ რომ ეს ეხებოდა კი არა ემსახურებოდა PR-ს რომ შეინარჩუნებინათ ხო არჩევნები ტარდება და წაიყვანეს ის ვინც უნდათ რომ მომავალში დასვა თვითმმართველობის წევრებად და ვინც თავიანთ სიტყვაზე ხელი აწიონ, დაეთანხმო ისე რომ არ განიშნულონ რას იღებენ საბჭოთა დაწყვეტილებას. როგორ? ვიცი, კი ბატონო, ვიცი რომ თვითმმართველობის ყველა წევრი ჩამორჩევთ ყველა არა ის სალკე ის რომ მარტო ეს არა სხვა ღონისძიებებიც აი აქ ჩამოთვლილი ღონისძიებებიც ექსკურსია ყველა პოპულისტურია ვფიქრობ რაც რამე შინაარსი თუ არა მას რამე შედეგი თუ არ იგალა გიორგი როდიში აქ გამოიწვია ვენაში სამსტუდენტის გამგზავრება და წასვლა ძალიან დიდი დისკუსია. მე მოვიყავით ახლა რომ მივედი გუშინ მივედი გამოსათხოვად და მითხრეს რომ ჯერ ვნახე ვენაში სამსტუდენტის გამგზავრება. იყო გრაფა ცარიელი, ამ ცარიელი უჟრა თახის garaში. კითხე რომ ეს პროექტი თუ განხორციელდა, ანუ ეს თუ დაფინანსდა ივნისში, რატომ არ წერია? მან მაგის შემდეგ განხორციელებული პროექტების თანხები მითითებული იყო. თავისი კითხვა. ამაზე კითხვა პირველ დღეს ვერ გამწეს, მე მეორე დღეს დამირეკეს და მივედი და მითხრეს რომ ამ სტუდენტებს არ წარმოუდგენიათ დოკუმენტები რომ იქ ნამდვილად იყვნენ და სერტიფიკატი რომ სტუდენტებისთვის იყო საჭირო ეს და გაიმარჯვეს ნამდვილად კონკურსში და მიიღეს მონაწილეობა არ წარმოუდგენიათო. და შეიძლება ჯერო ვერ მოგცეთო ეს ბიუჯეტიო და მე ვთხარი იმათმა შეიძლება ვერ მოგიტანონ და მე მჭირდება ბიუჯეტი. მე მოგცეთ ბიუჯეტს, ოღონდ ეგ თანხა იქნება ამოღებულიო ვენაში გამგზავრებაო. იმიტომ რომ არ აქვს დოკუმენტები წარმოდგენილი. მე ვთხარი მომეცით რაც გაქვს. ანუ დანახარჯი თვით არის, მაგრამ თვით არის როგორ გასცდა დღეს ნახე დოკუმენტი, მოხსენებითი ბარათი არის აქ. რომელიც გააკეთა სტუდენტურმა თვითმმართველობამ შეგიძლიათ წაიკითხოთ და გადახედოთ მოხსენებით ბარათი ვთხოვე რომ გადაექსეროქსებინეთ და მომცეს.
და დოკუმენტებზე მე აქ წერია რომ ხელზე გადასარიცხი თანხა. ანუ დოკუმენტები ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო, როცა უნივერსიტეტი ხელზე ურიცხავს ფულს. ესე იგი, დოკუმენტები მითხრეს რომ ველოდებითო დღეს 3 საათამდე ველოდებოდე დოკუმენტების მოტანას, მე თვითონ ველაპარაკე კანცლერს, მივედი ველოდებითო და მე 20 წუთის მერე ეს ბიუჯეტი მომცეს, რაც თქვენ გაქვთ. ეს იყო სულ და გიორგი იტყვის და მე აჩი. თავი წარმოადგინეთ და ისე იღებს. 1 წუთის ფარგლებში თუ შეიძლება. გამარჯობა, გიორგი ევროპის სოციალისტის მეორე კურსი. ეხლა რაზეც საუბრობთ რა, ყველაფერი უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია, საერთოდ უნივერსიტეტის კონტექსტში ხო ჩვენთან რეალურად ანუ არა გაწეული დოკუმენტები ის რომ უნივერსიტეტში უნდა არსებობდეს ჯგუფები და მას უნდა ყოფილიყო თავის წარმომადგენლები. ანუ სხვა სოფლობაზე მაქვს საუბარი. მაგრამ რეალურად არსებობს რეალურად არის ჩამოყალიბებული უნივერსიტეტის კონტექსტში სექტორალური რეფლექცია, სექტორული აზროვნება. სექტორული აზროვნებას რას უწოდება? ეს არის დახურული საზოგადოება, რომელიც ანუ ჯგუფები იქნება, შიდა განსხვავებული იდეოლოგია, განსხვავებული აზროვნება ის ჯგუფში არ გეუბნებს, იმიტომ რომ შეიძლება განსხვავებული აზროვნების. ის ჯგუფი რასაც ითქმის, რაც არ უნდა ეს მისაღები იყოს, სხვა საზოგადოების წევრებს და არ იყოს მისაღები, ხო? და შენ გამოცხადდა განსხვავებული აზრი ის ჯგუფში არ მიგიღებს. იმიტომ რომ გამორიცხულია. იმ ჯგუფში ჩნდება ისეთი ადამიანები, რომელსაც ეთქვიან, რომ აი იცი რა, ეს ამას უნდა ხარ დაუჭირო ადგილი. და ის ჯგუფის წევრები ადგილიდან ხარ დაუჭერენ ამას. ეს ჯგუფი არის მიუღებელი. უნივერსიტეტის სპორტულობის წევრი, როგორც ასეთი და საერთო თემაზე წარმოდგება, ხომ გამოსვლა თავისუფალი აზრი. დააფიქსიროს უნდა ეს ყველაფერი, რაც არ ხდება ჩვენთან უნივერსიტეტში. მე თვითმმართველობის წევრები ხო ან 92 წევრია და ყველა წევრი როცა გამოდის ცალკეულად ამბობს, რომ იცით რა, ესა და ეს პრობლემა არსებობს უნივერსიტეტში. აი მე ეს დავინახე, მაგრამ არ მიდის შემდეგ და ამას არ აცხადებს ამ ადმინისტრაციასთან არ იყოს და არ აცხადებს ოფიციალურად ამ თვითმმართველობაში თუნდაც ის პრეზიდენტურა მოთხოვს იმ პრეზიდენტს, რომ აი რატო არ აკეთებ, რატო არ აკეთებ ამას ყურადღებას. როცა დაინახა, რომ ეს პრობლემა არსებობს. თვითონ ამ თვითმმართველობის შესახებ აი ზოგადად თვითმმართველობა ცნება არ იციან რა არის. ან უმეტეს მანაცემი 90%-მა არ იცის. უბრალოდ თვითმმართველობა შესვლა იმის გამო, რომ ეს სიუში ჩაეწერება და კარგია სამომავლოდ შეიძლება გაცვლილ პროგრამაში მოხვდეს ამის რა. იმიტომ რომ აქტიური სტუდენტია და გაცვლილ პროგრამაში დაასრულა. ამ გაცვლილ პროგრამაში წავა. რაც არის ძალიან ცუდი. ანუ რეალურად არაზრუნდელი გაწვა, იცი რა. ამ უნივერსიტეტში მინდა შევცვალო სიტუაცია და უკეთესობისკენ წავიყვანო ეს სიტუაცია. შემდეგ თვითმმართველობას არ აქვს თავისი ოფიციალური ვებგვერდ, სადაც ან ხდება აი ეს თავის საქმიანობას არასაჯაროებს რა ოფიციალურად. როცა არასაჯაროებს ყველა საქმიანობას რა პროცესს აკეთებთ ამ ყველაფერს ხო? შემდეგ ამ გამჭვირვალობა იკარგება და გამჭვირვალობა როცა არა მმართველობის საქმიანობაზე ამ შემთხვევაში გაჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, რაც წარმოქმნის ძალიან დიდ პრობლემებს. შემდეგ ხდება ამას დისკუსიები და ისევ ამ დისკუსიებიდან გამომდინარე ჩვენ ამას დისკუსიებთ რომ ლაპარაკობთ, საუბრობთ, კამათობთ ამას, მაგრამ არაფერი არ გესწრება. ისევ და ისევ ლაპარაკობთ ქართველების ჩვევა საერთოდ და ქართველებს აქვს ესეთი რაღაცა რომ აი სულ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ არასდროს არ უნდა გავაკეთოთ საქმე. მე შენ ასე. მე ასე. იქა საქმე გაკეთე, რასაც ვჯელობ. იმას აი იმას უნდა გავაკეთოთ ჩვენ და საქმის გაკეთება უნდა მოხდეს სინდიკატში. ამას ადმინისტრაციასთან როცა მიდوار და ვთხოვთ რომ ესა და ეს დაგვიფინანსებთ, ხო? ხშირ შემთხვევაში არ ხდება ამათი საქმის დაფინანსება. და რატო არ ხდება? ამ ყველაფერს კანცელთან როცა შევდივართ, იცით რა ამას ტენდერი უნდა გამომიცხადოთ, ამას ტენდერი უნდა გამო, ყველაფერზე ტენდერს მიცხადოთ. კი შეიძლება გამოგას, ეს ტენდერი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ერთი დამასწრებელი. არა, კონსტრუქტივი აცალებ და ეგ არის შეუძლებელი, შეიძლება იქცევა უბრალოდ დეროჩები შეიძლება. ერთი წუთი გადამასწრებია. არა ესეთი უნარი, კაცო, დაასრულებს ადამიანი, მაინტერესებს. თუ არ გაინტერესებს, წადი. აი თუნდაც ესეთი მიდგომით ვეცეთ პროექტს განახორციელოთ. თუნდაც ავიღოთ ერთ-ერთი მაგალითად წარმოადგენ ან ფაკულტეტის საბჭოში არის სტუდენტებს 1/4, ხო? სტუდენტებს არა ფაქტობრივად არა აქვს განაგრძა ძალაუფლება, რომ აი მათი აზრი გამოქვეყნდა შემდეგ ისინი მიიღონ, იმიტომ რომ ლექტორები არიან უმრავლესობაში. ანუ ვერ ღებულობენ ფაქტობრივად სტუდენტები იმას რა ქვია, უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობას. ვერანაირად ვერ ღებულობენ, შეზღუდულები არიან. კი გვაქვს ამის პრეტენზია, რომ აი ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში, მაგრამ აი ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ამ დროა უკვე იმის რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ და შევცვალოთ. მაგრამ უნდა გამოუცოცხლდეს საქმე უნდა გავაკეთოთ, არა ვილაპარაკოთ, ხო, რაღაც საქმე უნდა გავაკეთოთ. და მიზეზი რა არის? მიზეზი არის ის, რომ უბრალოდ ყველა მიცის ეს, მაგრამ აი ერიდება, ხო, ერიდება, ანუ ეშინია ამის რომ გამოთქვა თავისუფლად აზრი. უბრალოდ არიან ჩარჩები მე-20 საუკუნეში, ესე ვფიქრობ, რომ შიშია თავისუფალი აზრის გამოთქმის, მეტი არაფერი.
ზოგიერთ სტუდენტს აქვს იმიში, მაგალითად აი არაკვალიფიციური ლექტორი როდესაც არის რა. არაკვალიფიციური ლექტორზე როცა იტყვა, იცით რა ეს არაკვალიფიციური ლექტორია და არ გინდათ გასწავლდეს. თვითმმართველობის წევრი სპეციალობიდან ვალდებულია, რომ ეს საკითხი დააყენოს და ის ლექტორი შეიცვალოს, მაგრამ ხო, აი ვერ აყენებს ეს საკითხი, იმიტომ რომ მათ აქვს შემდეგ იმიში შეაქვს, რომ იცით რა შეიძლება შეიძლება საგანმანათლებლების იმედი. მე მქონდა ეგეთი საგანი. მე მქონდა ეგეთი შეფერილობა, ყავდა არაკვალიფიციური ლექტორი. ეს საკითხი ჩვეულებრივად გავიტანე ადმინისტრაციას ვესაუბრე ამ საკითხზე, რომელიც ესეა, მაგრამ ადმინისტრაციამ აი იცით რა კი მართალი ბრძანდებით შევეცდებთ რომ შევცვალოთ ეს ლექტორი, მაგრამ არაფერი არ მივიღეთ იმის შემდეგ ისევ ის ლექტორი არის, ჩვეულებრივად ასწავლებს ისა მაგისტრატ, ამისა დოქტორანტია, ჯერ არ აქვს ასრულებული, მას აქვს ხოლმე ლექციის საკითხის უფლება და არ აქვს სემინარის ჩაბარების უფლება. ლექციას ის კითხულობს, სემინარსაც ისაბარებს. უნდა მქონდა ამას პროცესის ნიშანი გამოსვლა, შემდეგ აღარ მყოლია ეს ლექტორი. იმიტომ რომ ეს გავაკეთე რომ რაც არ მომწონს ის შევცვალე რეალურად. ვფიქრობ რომ ყველა თვითმმართველობის წევრმა თუნდაც არა თვითმმართველობის წევრმა უნდა გააგრძელოს და შეცვალოს უნდა ის რეალობა რაც ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ და მოგესალმებით შუა ნაწილზე. აქ ტექნოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტი მეორე კურსის დიანამ თქვა და შემდეგ გიორგი მას თქვა ადრე დიანა ახლა ჩვენ რეალობა ეს ყველაფერი თვითმმართველობაში ეს ნაციონალური მოძრაობის ისინი ახსენე ახალგაზრდობთა და ხო, რა თქმა უნდა. კი, არ ვეთანხმები მაგას და მართალი წყარო თუ სტუდენტი რაღაც დამოუკიდებელი აზრს ვეღებულობდა რაღაცა პრობლემები იყო. შეიცვალა შენი აზრით დღეს რამე ანალოგიურად, თუნდაც სტუდენტები რო წაიყვანეს, თუნდაც სტუდენტ დავამთავრე და მე თქვენ, თუნდაც სტუდენტები რო წაიყვანეს და გადააცვეს მერე მაისურები, იმიტომ რომ ღარიბაშვილი ჩამოდიოდა. ხო, ანალოგიური კეთებოდა, ჩვეულებრივი რაღაცა ახლა, ხო, არ გიგვით, არა უშაკან. ეს არა ცნება? გითხარ, დავამთავრებ რა, მე ახლა 3 თვე ჩამოდი და ვერ შეცვალე რა მე. ანალოგიურად გადააცვეს და გაიყვანეს. აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რაც უნივერსიტეტში მიიღება, დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება ისე, როგორც ადრე იყო ნაციონალების მოძრაობის დროს, მიიღება პარტიულად, ქართული ოცნების დავალებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან სურათებში რო იჭიმებიან ახლა პარტიებში და შეხვედრებზე ერმაკოვთან მაშინ უხაროდა ყველას, იმიტომ რომ სამსახურები უნდოდა, ხო? დარწმუნებული ვარ თამაში. რასაც დაავალებენ, ის მოხდება დღეს თვითმმართველობაში. იმიტომ რომ დღეს დამიტანხება ახლა გიორგის და დანარჩენებით რა. კიდე დაიხარჯა 357 ლარი თვითმმართველობა მოითხოვა ტელევიზორი, სავარძელი, დიდი მაგი და პატარა მაგი და უფები და წყლის აპარატი და მთელი ამბები. კარგი. ამას რო უნახავ სადა დანარჩენი აპარატურა, ხო? მერე დაიწყეთ რა ვიცი, პროექტი გავაკეთოთ და საღამო აზროვნოთ და დამოუკიდებლობა და მთელი ამბები. ეს ნახეთ ჯერ და მერე თქვით რამე და ამას მგონი ვერ იქნეს ვერცერთი. ამდან ეს დანარჩენი თვითმმართველობას რაც აკლია. ორი მაგი და გამოწერილი ერთია თვითმმართველობაში. დანაწყლის აპარატია საერთოდ არა. ესენი ნახეთ, თქვით სადაა და რომელ კაბინეტში დავსდა და მერე ვთქვათ რომ დამოუკიდებლად ვინა პროექტები და რამე სახე აზროვნებაო და უნივერსიტეტში ეს არ მოხდება და მერჩუნად არ ასწავლეთ. ჩვენ ფორმალურად ვიკრიბებით ვჯელობ დღეს არა დღეს გეუბნები საერთოდ გეუბნები ხოჭა შევიკრიბეთ ვიმჯელეთ აქ არავინ არ ყავს ჩვენ ისეთი რომ შეაფასოს ეს რაღაცა ისევ ჩვენი აზრებით ვჯელობ და ჩვენი აზრებით ვაფასებთ ამ ყველაფერს წავალთ ისევ დავიშლებით ანალოგიური გაგრძელდება მე კიდე აგერ სალომეს დღეს შეხვედრა ხო დისკუსია რაღაც პროექტის ბარგები ანალოგიურს ვიღაცა მოაწყობს მე აგერ დიანა შეავტრიბავს ამ სასტავს ვაცრავად ეს სტუდენტებს და ანალოგიური განმეორდება კიდე. ვერასდროს ვერ გავარკვევთ რა ხდება თვითმმართველობაში. შეცდომაში იყო ამ შეხვედრებიდან გამომდინარე მე საერთო კრებას დავსაკეთ რომ საერთო საცხოვრებელში იყო პრობლემა. მარის დედგინიძე იყო გონი დიანა არის შეხვედრაზე, როდესაც უჩა აღრამაშა მინულპასოდებ ჩაშალეს შეხვედრა რომ ჩვენ ეს საკითხი არ გვაინტერესებს. მარტივად არჩი შენც იყავი ჩვენ ფაქტობრივად რომ აქტიური ძველად მოწავი ამინანის თავმჯდომარეობის მე ჩაშენდა და პოტრაუები აკეთა ის თავმჯდომარე მაგრამ ესეთი ამბები არ მოხდა სტუდენტია კი მაგრამ კამაყოფილი მიქნები მაგალითად ახლა სხვა უნივერსიტეტში კამაყოფილი მიქნები როდესაც შენ დასვენ ამ საკითხს მაგრამ თუ პრობლემები იცი ასეთი არა რატო უჩნდა რომ თავი რატო დაუშვა ეს თუ ხედავ რომ აზრი არა მაშინ ასნაირ დავარაგო ხო არა მაგას განვიდა არა საჭირო არაფერი არ მე ვუყურებ რომ აზრი არა დავარაგო და ცოტა დასვი მაგ საკითხს გეუბნები ბოჭა შენც კარგად იცი და ეს თუნდაც იგი აკადემიაში რო გინდა რექტორიმასთან შეხვედრა გარიბაშვილთან რატომ მანამდე არ მოგწონდა არჩევნების დროს რადიკალების შენ მაგიუჯეს თუ გადახედავ ამაზე კარგად ახლა 2013 წლის კონდიციონერი მოიტანეს წელს
საფეხბურთოს აფართოვებენ ამის გარდა 60 სტუდენტი იყო 40 კაციან აუდიტორიაში და 100 სტუდენტი იყო 80 კაციან აუდიტორიაში შეიცვალა. შედეგი არის საერთო საცხოვრებელში 2 სარეცხი მანქანა აიტანეს, მოაწესრიგეს სამზარეულო და კიდევ წყალი იყო, ცხელი წყალი იყო კვირაში ერთხელ, ისიც კვირას თუ შაბათ-დღეს შეიცვალა. 2 ტიტანი შეიცვალა. გეფინანსების სპეციალობაზე ჩამოიყვანეს მოწვეული პროფესორი, შეიცვალა არჩი. იმიტომ რომ ჩვენ დავასწავლეთ გარდა ამისა გეტყვი იმას რომ ბატონი რეზო თუ იქნება იტყვის აქ. არა თუ გინდა კითხე. ფინანსების სპეციალო მოითხოვა ლექტორი და შევცვალეთ ჩვენ მოვიწვიეთ. ანუ ეს აქვს უკვე შედეგი. ვინც არ მოიწვია, ჯერ კიდევ ვიწვია და შენ მოითხოვი ამის მერე. ტექნიკურ ფაკულტეტზე როდესაც განმოვიდა, არც არ ვითხოვთ რომ გათხოვა არ იყო. გარდა იმისა, გასულ წელს აგრარული მიმართულების ბავშვებმა გამართეს აქცია. მე შენ იქ ვერ ხედავ, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი იყო. არ დავდიოდი საერთოდ და იმითომ მეოთხე ან კარგი იქნება. თიკო ითქვა და მე ესო. ოდიში, ტრანსლეც მიმართეთ განცხადებით. სწორედ თქვენი ლექტორები იყო თუ არცდები შეხვედრას შევედე რამით ეცან მითხარ. საკუთარი პროფესიონალიზმის ეშინია ლექტორს, რომელიც ლექტორსა საკუთარი პროფესიონალიზმის და ისა დარის ეშინია მდარჩ განვითარების, იმასთან არ უნდა ისაუბრო. ხო, თქვენი ლექტორი ეცან კეთ გატონი გიზო იყო, რაგვარიც აღარ მახსოვს რა. ცოტა სუხანი იყო, მისი მოადგილე, დიახ. აი ასე უთხარს და არანაირი გათობა არ იქნება თუ არ შეცვლა მინება რა ამისი შენ ვინ გეკითხება სულასაც ჩმორო უთხრა თქვენმა დეკანმა ამდენ წლის განმავლობაში მაგისტრატურაზე ჩააბარ როგორ შეიძლება არა კაცო უთხრას დეკანმა სტუდენტს და უთხრას ლაშა შედეგი მარტივად როგორ შეიძლება მომას ეს ტექნოლოგიური თუ ტექნოლოგიური აგრარული მიმართულის ბავშვებმა ჩავს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ესე იგი ამ ერთ ფაკულტეტის ქვეშა აი არა კაცებო ილია შენ ციკავი და როგორ შეიძლება უთხრა ქუჩის დენაზე ესაუბრო დეკანმა ერთხელ არ მინახე ფაკულტეტის შენი ყავი არჩენ ხმარომიეცი დეკანის ხო როგორც მახსოვს როგორ ერთხელ ფაკულტეტის ხომაზე როგორ არ დააყენე საკითხი რომ ჩემო რო არაკაც უთხრა დეკანოს არავის არ თქვი და არც გამომია მეპერიში ახლა შენ იყავი ბატონი ედიშერ ჩავლეშვილიც მოვიდა მომისმის აკარკა იმ სტუდენტმა ვისაც მიმართა მასე იმიტომ რომ ესინია მას თუ ეშინა მე რა უთხრა იმას მე რომ მაგაზებს ესე რაღაცას დეკანი იმას შენა მე მოუყარე მაგას კი აღარ გავაგზავნებ მე ფაკულტეტის საბჭოზე აი ახლა სხვა თემებზე გადავედით ახლა და იმას ეშინია და აუ მოდი არჩენ ეშინდეს ამაილა აი აქ უკვე ახლა სხვა თემებზე შეფასება ხო გინდა? მე ბოლოს შეფასება უნდა გამიგო. არა არა უნდა ძალიან მოიწია. არა რადგან შეფასება მაპატიში. რადგან შეფასებაზე. просто შეფასებას მე არ ვიცი. რა პრობლემაა? ეს ყოფილსაც და წეგან შევკვიროს თუ საერთო საცხოვრებელში ტიტანები დააყენეს და რაღაცა სახელი იყო და მეტი არაფერი იყო. მაშინ უნივერსიტეტში ხო რა მას არ გიავა უნივერსიტეტს ყველაზე მეტად რა არ გია მისი სახელი რომ გადის უნივერსიტეტის გარეთ ხო? ხო არის ეგრე. მაშინ ფეხბურთის გუნდი რომ არის უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული რატომ უნდა ეშინოდეს ამას ვინც კურირებს და ზედამხედველი ვინცა იმას რატომ უნდა ეშინოდეს რომ დინამო თხოვა ფეხბურთელები მომიყვანიო და რატომ უნდა ეშინოდეს რომ ფეხბურთელები წავალ და გუნდი დაიშლება. რატო? ფეხბურთის გუნდი უფრო დიდი სახელი არა? არის ხო? რატო არ უნდა აფინანსებდეს შესაბამის დონეზე რომ არ წავიდეს ფეხბურთელები? რადგან რაკნას ფეხბურთის გუნდში რო ფულია ჩაყრილი ამდენი არსად არა ამ გუნდში ჩაყრილი ამ ბოლო წლებში. ჩაყრილი არა. მე პირადად კი ახლა მოიგეს. თავიდან პლიაშოი უნდა მოიგო. თავიდან კი არის.
თავიდანვე ნათქვა მიიღო, რომ სტუდენტებიო არ არის ინფორმირებული თვითმმართველობის შესახებ. თვითმმართველობა ვალდებული არა თითოეულ სტუდენტთან მივიდეს და იცი რა მე თვითმმართველობა ვარ და შენ უნდა დაინტერესდე კიდე არდინა ჩემი. ეს ვალდებული არა. სტუდენტმა თვითონ უნდა დაინტერესდეს. შარშან მე სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი თბილისში. ჩემ მეგობართან ერთად პირველ კურსელი ვიყავი და ვაფშე ის უნივერსიტეტი სად იყო არ ვიცოდი, სანამ არ მივედი. პირველ კურსელი ვიყავი და პირველივე დღეს მეგობარი ვიშოვე. მივედი და რაგბის გუნდი გავაკეთე 15 კაცას, რომელიც ახლა პირველ ლიგაში გამოდის. საერთოდ თავმჯდომარე ისეთია, რომ თავმჯდომარე ისეთი დაუდგა. მაგრამ ის თავმჯდომარე იმ დღეს არ მოსულა და არ უთქვია მე თვითმმართველობა ვარ და მთხოვე რაღაცო. არა, მე მეგობარი ვყოვე და მე თვითონ მივედი თვითმმართველობა. იცი რა, როცა ამერჩიეს მე ახლა ის თავმჯდომარე აბსოლუტურად ყველა ჩამოვარ და პროექტები დავიწყე ეგრევე გაკეთება და კი არა მეუბნებოდ მოდი შენ გააკეთე პირველ მოდი ჯერ ჩემთან ერთად გააკეთე და მე უკვე თავისთავად შენ გეჩვენა პროექტის წერა გინდა ისწავლო მოდი შევქმნა ჯგუფი ვიღაც ტრენერი მოვიწვევ ვინც გასწავლეთ ნორმალურად პროექტების წერას რაღაცას ხო უნდა იცოდე რა 4 წელი უნდა ვიყოთ უნივერსიტეტში არავინ არ მოდიოდა რა პირველს რას მეუბნებოდი იცი ფული იქნება თვითმმართველობაში აგინდა ფულს გაძლევ მხოლოდ ის კი იყო როცა გავაკეთე რაღაცა და მე სტუდენტები გიჩგორში და წავიყვანი რომ იქანე რო დაგიდგება სტუდენტი გვერდში რაღაცაში ისე უნდა წაახალისო სტუდენტია ხო მე ყველას ქონდა წვერი გაშვერილი და აბსოლუტურად ყველა იმას ჭამდა რომ აუ სხვები თვითმმართველობის სასტავი ასე გულაობს ისე გვერდში რომ დაგიდგება სტუდენტს დააბასე მაგრამ მე შე რომ არ მიდგები გვერდში რა უნდა დაგიდა ოფიციალური არა, მაგრამ 1%-ია მთლიანი უნივერსიტეტის. ბიუჯეტის. ბიუჯეტი უნივერსიტეტის ამ ასეთანობის ბიუჯეტის დაბლოს მეგონა რომ 13 მილიონი არის დაფინანსება 1%-ი რამდენი გამოდის 130.000 ხო? 130.000 აქვს წლიურად დაფინანსება უნივერსიტეტს. 130.000-დან არა ფული არა აქვს. მაგდენი? ანუ წარმომადგენლობითა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ რაც ყველა დოგმა არა აკადემიაში აწევა. უკეთი ნებაზე კანცლერი 50.000 ხო. რამდენი სტუდენტი სწავლობს შოთას უნივერსიტეტში? 5.000 ხო? 5.000-ზე რომ ეს გადაანაწილო 5.000-ზე. ყველას დააკმაყოფილე. ვერ დააკმაყოფილე. სამ ბავშვს რო უშვებდით ვენაში თუ სადღაც. მე არა ვიცი მე გავუშვა შეიძლება რომ ცოტა მეტი პარამეტრები დაეხლა მაგას მაგრამ 13-ში კაბათში გიორგის ამოწერილი ქონდა რაღაც დეტალები, შენ აქტიური ბიჭი ხარ და მე მასე გიცნობ, მაგრამ მე ისიც არ ვიცოდი რომ შენ დებულება არ იცოდი. როდესაც დებულებით განსაზღვრულია რიგარეშე არჩევნები, როდესაც მეოთხე კურსელი არ მომისმინე ერთს. მე დავამთავრებ ახლა და მე რეთქვი შენ. მე ახლა ყველას ვსმენდი და მე რეთქვი შენ. შვალედური არჩევნებიც არის და რიგარეშე არჩევნებიც არის. როდესაც მეოთხე კურსელები მიდიან წევრები აყდება თვითმმართველობას, რომელიც უნდა შეავსოს შვალედური არჩევნების სტუდენტებმა თვითმმართველობამ. როდესაც ზურა არ იყო მოვალეობას ასრულებდა ლელუკა ფაღავა. ხო ეს ყველამ კარგად იცის. მაგრამ პირველი სემესტრის განმავლობაში, როდესაც უნივერსიტეტი დაწყებული იყო და 3 კვირის განმავლობაში მას უნდა გამოეცხადა პირველ კურსელების მიღება, ეს არ გამოცხადდა. იყო ბევრი დარღვევები, მე ახლა არ მინდა დავიწყო რა დარღვევები იყო თუ რაღაც კრება შეიკრიბა და კრების საბუთოზე გადადგა ეს ადამიანი. როდესაც დებულება, როგორც შენ აქტიურმა სტუდენტმა უნდა იცოდე, რომ გინდა არ გინდა შვალედური არჩევნები უნდა იყოს, რადგანაც 1/4 სტუდენტების უნდა იყოს ფაკულტეტის საბჭოში. რადგანაც ვერ მოხერხდება ამ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის საბჭოში 1/4 არ არის სტუდენტების, ფაკულტეტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. 7 თვის განმავლობაში ფაკულტეტის საბჭოებს აკლდათ 1/4. დებულების არა ვერ ხერხდებოდა ფაკულტეტებზე ანუ რიგი საკითხების გადაწყვეტა. როდესაც მოხდა ის რომ დაინტერესდნენ ამ საკითხებით, ჩვენს თვითმმართველობა გვიბარებდა ანუ როგორც რექტორთან იყო შეხვედრა, რომ ფაკულტეტი ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას. მოხდა რა ხელმძღვანელის როგორც თქვენ კარგად იცით ავტოკრატიული უფლება აქვს. ამიტომ მოხდა ხელმძღვანელის გადაყენება მინურ პაქსაზე დაინიშნა და მოხდა ფორს მაჟორის წესით მოხდა. განცხადების სახით მოხდა გადადგა მეთქი, მე ვთქვი გადადგა. ნუ კარგი, გადადგა. ამიტომ მოხდა ფორს მაჟორი, დებულება ითვალისწინებს ფორს მაჟორს, როდესაც 40-ღიანი შვალედი შეიძლება შეიცვალოს 1 ან 2 კვირაზე, როდესაც შენ აქტიური სტუდენტი ხარ, შენ უნდა გწოდნოდა რომ შვალედური არჩევნები უნდა ყოფილიყო 7 თვე იყო გასული. არა, 7 თვე იყო. დებულებაში.
არ წერეთ დებულება. ახლა მომისმინეთ. ფორს მაჟორი ხდება, იმიტომ რომ ფაკულტეტები იყო გაჩერებული. ვერ ხდებოდა. 7-ით ვერ შევ, ანუ არ ვიცი მე. მე ახლა არ ვიცი, ფაკულტეტის საბჭოებზე იყო დანაკლისი და ადმინისტრაცია მოყოლა, რომ გაშრაშია კონსტიტუცია თუ რაღაც მოვიდე. დებულებაში ბევრი რაღაც არ წერია, დებულება. ახლა და თქვი მე წალა მაგაზია გამნახულებ რომ რო არ ჩატარებული ხო მეთქვი ვახსენე არ უნდა ჩატარებული ხო პირველ კურსად არჩევნები ვახსენე შეიძლება პირდაპირ შევიდნენ და ერთ-ორ დღეში მოხდა ერთ-ორ დღეში არ მოხდა ეს დღეში ხომ ეს გამიშვილს ბესო გოგოტიშვილს რომ დაყოფილიყო მეუბნელების არჩევნები ეს დებულებაში იყო გაწეული ეს გაწერილი იყო დებულებაში და შენ თუ გინდოდა დაგეყენებია პირველ კურსელები და შენ ვერ მოასწავლია რაღაც ვერ მოიმოქმედეს უკვე შენი პრობლემაა. კარგი, გიბასუჩი რომ არის თქვი და მე ვიტყვი და მე მიხდები რატო არ მოგეცეს საშუალება უბრალოდ. ერთი მადლობა მოხსენებლებში აჯამებენ და მე არჩევ. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო ასე თუ ისე რაღაც საკითხები თუ შეიძლება რაღაც საკითხები გამოიკვეთა რომელზეც წავიდა ესე ვთქვათ პოლემიკა მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც ეს საკითხები უფრო იყო ვაპატეთ ჭანჭიკები ვიდრე ვთქვათ სისტემურ საკითხს არ შეეხებოდა და რაღაც რეალურად საფუძვლიან პრობლემის მოგვარებას არ შეეხებოდა საფუძვლად თუმცა ვერც მე ვერ ვხედავ კატასტროფას ვენაში ტრანსპორტთან დაკავშირებით უბრალოდ ეს უნდა იყოს ყველასთვის გამჭვირვალე სისტემა რატომ წავიდა უჩა და რატომ ვერ წავიდა სხვა ეს ყველაფერი უნდა დაინახოს ვფიქრობ სტუდენტობამ ხო უპირველეს ყოვლისა და კითხვები არ უნდა გაჩნდეს რატომ ის და რატომ ეს არ თქვა მეორე საკითხი რაც შეეხება იგივე ფაკულტეტის საბჭოთან დაკავშირებით მინდა გითხრა რომ ჩემი ფაკულტეტის საბჭო პირადად არაფერს არ აკეთებს და არ ფუნქციონირებს სტუდენტურ ესე ვთქვათ ინიციატივაზე რო აღარ ვთქვათ, ამიტომ რამდენად ზოგადად იღებს ფაკულტეტი გადაწყვეტილებას, აქ ეჭვის ქვეშ დგას ეს საკითხი და ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს ამის მმართველობა, რამდენად იკრიბება ფაკულტეტის საბჭო, იმიტომ რომ მაინც უნდა იყოს ეს ძალაუფლება გადანაწილებული, რომ არ მოიყაროს ცენტრალიზებულად თავი და მესამე საკითხი, აქ შესგასაგონად მინდა ვთქვა, ეშინიაო და აი რატო არ იღებს ხმასო, აი სწორედ ისეთ სტუდენტებს, ვისაც ეშინია, აქვს კომპლექსი, არ შეუძლია საჯაროდ გამოხატოს და დაიცვას თავის ინტერესები, თვითმმართველობის მთავარი პრეროგატივაც. ეგ არის რომ ეგეთი სტუდენტების ინტერესები დაიცვას. მაგიტომ აგვირჩია ჩვენ იმათმა რომ ჩვენ დავიცვათ რაღაცა ვიღაცასთან მიმართებაში სტუდენტთან, ადმინისტრაციასთან, ლექტორთან თუ არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა და ბოლოს ვიტყვი რომ აი შეხვედრისთვის რო არ დარჩეს და ვფიქრობ ყველა დაინტერესებულია რომ განვითარდეს რაღაც სტუდენტური თვითმმართველობა საჭიროა დიალოგი. უპირველეს ყოვლისა კომუნიკაცია შედგეს იმ მხარეებს შორის, რომლებიც თქვათ ასე თუ ისე არის დაპირისპირებული, მაგრამ პირადად მე ვერ ვითანამშრომლობ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ოდესღაც ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ ინტერესებს ატარებენ, იმიტომ რომ იქ ხდება ყოველთვის საშიშროება, რომ ეს ადამიანები რაღაცა ძალაუფლების ესე ვთქვათ ავტორიტარიზმს მოახდენენ და შემდგომში გამოიყენებენ თავისი ინტერესების შესაბამისად. ამიტომ უპირველეს ყოვლისა შედგეს უნდა დიალოგი, უნდა ვისაუბროთ ღიად ამ თემებზე, ამას რაღაცა შედეგი მოაქვს იმის რომ ჩვენ თავისუფლად არის ეგეთი პრობლემა, ის რომ ჩვენ თავისუფლად ვლაპარაკობთ, ესეც მიღწევა, იმიტომ რომ ადრე ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა, ესეც უკვე წინსვლა და პროგრესი. მაგრამ თავარი არის რომ ჩვენ გავერჩიათ რაღაცა მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილებისთვის და ამისთვის უნდა არსებობდეს კეთილება, ამიტომ მე მოგიწოდებთ ვინც ხართ დაინტერესებული შევიკრიბოთ, ჩამოვაყალიბოთ რაღაცა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დებულებაზე, რომელიც იმუშავებს რესტრუქტურიზაციაზე, რომ თვითმმართველობის რაღაც ძალაუფლების გადანაწილება მოხდეს და არ ვიცი მე ვნახოთ უკვე უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, დიახ, დაგეთანხმები, რომ ეს ადამიანები რომ დაინტერესებული არიან თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებს, ნახოთ მოვიდოდეთ უბრალოდ და დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. გიორგი ცოტა სხვანაირად თუ გავიგეთ, დიდი ბოდიში მინდა მოგიხარ იმისათვის რომ მოგწერე. მე მოგწერე მასთან დაკავშირებით, გავიგებ რაღაც პრობლემებს ხედავ და მოდით და დაველაპარაკოთ. ასევე მინდა მოგახსენოთ ნებისმიერს რომ ზად ვარ ნებისმიერ საქმის დიალოგისათვის. მივიდეთ რა არის შესწავლა, ერთობლივად ვიმუშავოთ ამ შესწავლის ამოსწორებაზე ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, ცვლილებები არ განისაზღვრება სიტყვებით და ეს ყველაფერი დამტკიცეს საქმითაც. ასე რომ რაც შეიძლება მეტნაბედი მოუწოდოთ სალომესთან გაგეთქვით ეს დიალოგები და ჩვენც ვიქნებით აქტიურად დაინტერესებული. საქმე აი ამ დიალოგს რაც მოხდა.
ასე ვთქვათ, თქვათ აგერ რომ აი ერთი კვირაში აი მე რაც მოვისმინე მინუსები და რისი გამოსწორებაც უახლოეს მომავალში შევეცდია ერთ კვირაში თითოეულ დეტალს იქ Facebook ვერდი იქნება თუ რა ვერდი იქნება თუ ესეთი დისკუსია იქნება წარგიდგეთ რა პრობლემაა აი რო შევძლებთ ამ პრობლემის გადაწყვეტა მე ამ სიტყვას გეუბნები აგერ მე და აგერ თქვენ და ერთი კვირაში და ახალი პრობლემები დავსვათ რომ უფრო წინ წავიდეთ ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში თუ რატომ დიდი მადლობა რომ მოგვიწევთ საინტერესო დისკუსია გამოვიდა მე შეგახსენეთ ჩვენი Facebook გვერდ სტუდენტური დისკუსიები და ამატეთ მოგწერეთ აუცილებლად თემები რომლებზეც სურთათ საჯარო დისკუსია და ვიფიქროთ ეხლა გამახსენდა საქველმოქმედო აქცია მე ამ დისკუსიით ვიწევ ყველა სტუდენტს რომ გააქტიურდნენ ჩაერთონ მათ საქმეებში გაერკვენ რა მოვალეობები უფლებები და ესე იგი ფუნქცია აქვს უნივერსიტეტში